გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა წარსულში. ეს არის ალექსანდრეს ლაშქრობის უკანასკნელი გეოგრაფიული განგის ინდოეთი უფრო დიდია მასშტაბებით ვიდრე ინდის ინდოეთი. ალექსანდრესთან მოდის ამბავი, რომ ნანდების იმპერიას შეუძლია გამოიყვანოს 100,000 ქვით, 20,000 მხედარი, 2,000 ეტლი და 3,000 სპილო. ავთორე ხალხს უყვარს თავისი რაჯა, თავისი მეფე. ახლა ეს არის დაუძლეველი ამბავი, მაგრამ მისი ბუნებიდან გამომდინარე, მას უნდა გამოსცადოს ეს ნანდების დინასტია, გადასვლა უნდა, გაგრძელება უნდა. მაგრამ ბანაკში არის ცუდი განწყობა უკვე ძალიან ჯარში. გიორგი დაიღალენ აღარ შეუძლიათ. აგერე სამხელა აზია გამოიარეს, იქ სპარსეთი, იქ ბაქტრია, იქ ისინი აგერს სპილოებთან იომეს. ის ქნეს მე შევიდნენ უმდიდრეს ქვეყანაში, მაგრამ კლიმატი მათთვის მეუღებელია. სუბტროპიკული ინდოეთი, ამდენ გველები, ქვეწარმავლები, ორიელები, მკბენარები, აგრესიული ფაუნა, აგრესიული ფლორა, წვიმებია, თვეები არ გადადის. თვეები არ წყდება. არ შეუძლიათ გიორგი. მოტივაცია აღარ აქვს ჯარს. გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. ყველას მოგესალმებით დროების YouTube არხზე. მადლობას გიხდით ჩვენს მაყურებლებს, მსმენელებს, ასეთი აქტიური გულშემატკივრობისთვის და შეიძლება ითქვას თანამშრომლობისთვისაც, იმიტომ რომ გადაცემის მიმდინარეობის დროს არა მარტო მისი ცოცხალ ეთერში გასვლის მომენტში, მის შემდეგაც ბევრ საინტერესო შეტყობინებას, მოსაზრებას ვისმენთ, სურვილებსაც ვისმენთ, არ გეგონოთ რომ ამას თვალს არ ვადევნებთ. ვცდილობთ რომ იმ ნაწილში შესაძლებელია ოპერატიული გამოხმაურება, გუბას არასოდეს ეზარება ხოლმე საკუთარი ესე ვთქვათ პასუხის შემოთავაზება თქვენთვის. არის გარკვეული თემები, რომელსაც ცალკე ჭირდება ხოლმე და რეაგირება ჩვენც ამაზე ვფიქრობ და მოვა აუცილებლად ამის დრო. სანამ კონკრეტულად დღევანდელი ლექციის თემაზე დავიწყებთ საუბარს, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი დროების YouTube არხი, გამოიწერეთ, მოიწონეთ ჩვენი გადაცემები და გაუზიარეთ თქვენს ახლობლებს და მეგობრებს, ყველას ვისთვისაც ეს ცოდნა გემეტებათ. ბატონი გუბაზ სანიკიძე, ისტორიკოსი, უძღვება გადაცემათა ციკლს მოგზაურობა წარსულში. ეს არის ძალიან ვრცელი და მიმდინარე პროექტი დროების YouTube არხზე, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კაცობრიობისა და ცივილიზაციის ისტორიაზე უფრო ისეთი ფართო კონტექსტური ცოდნის შეთავაზება დროების ქართულ ენოვანი აუდიტორიისთვის ჯერჯერობით, რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის სხვა ენებზეც გახდება ხელმისაწვდომი საკმაოდ მალე. მუშაობთ ამაზე. აგერ უკვე მესამე შეიძლება ითქვას ვრცელი ლექცია, რომელიც ეძღვნება ალექსანდრე მაკედონელის უკვე ინდოეთის ტერიტორიაზე წარმოებულ ლაშქრობებს, მოლაპარაკებებს, პოლიტიკურ აქტიურობას და წინა ჩვენი ლექცია ამ მხრივ განსაკუთრებულად საინტერესო იყო პოროსთან დაპირისპირების თავად აი ამ ძალიან საინტერესო დეტალები დატვირთული ომის შესახებ მივიღეთ ინფორმაცია და პოროსთან უკვე დამეგობრების შემდეგ ამ ომის შემდეგ რომელშიც მათ შორის ალექსანდრე მაკედონელის საყვარელი და შეიძლება ითქვას მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე სახელგანთქმული ცხენი ბუცეფალ დაიღუპა, ასე ვთქვათ. ჩვენ ვართ უკვე იმ მომენტში, იმ ადგილას, სადაც მდინარე ინდის აუზი, შეიძლება ასე ითქვას, რომ მას აქვს დაპყრობილი. ინდის ინდოეთი, კი ბატონო, და წინ არის ინდოეთის ძირითადი ნაწილიც. და აი რა მოხდება ამ მხრივ არის ძალიან საინტერესო, გუბას ინტერესით გისმენთ. დიდი მადლობა ბატონ გიორგი, დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო. მართლაც რომ გამოვხატავ ძალიან დიდ კმაყოფილებას და ძალიან ისეთი განწყობა მაქვს, მოტივაციას გვიზრდის მე და ბატონ გიორგის თქვენი განწყობები, თქვენი რჩევები და თქვენი კომენტარები, რომელიც გამოირჩევა კეთილი სურვილები პლუს მაღალი კულტურა, რაც
ვთვლი რომ აუცილებელია ჩვენს ინტერნეტ სივრცეში და მადლობელი ვარ თქვენი, იმიტომ რომ თქვენი პოზიცია ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, ხო? და გვარწმუნებს ერთ რამეში რომ გონია რომ სწორი გზით მივდივართ, ხო? ჩვენ ვართ ახლა რომ გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა წარსულში, რომელიც აგერ უკვე ალექსანდრეს ბანაკში უკვე რამდენი ხანია ვართ. ხო, რომ მიყვებით მის ლაშქრობებს, მის ღირსებებს, მის უღირსობებს, მის სიკეთეებს, მის ბოროტებებს, მის დიდსულოვნებას, მის სულმოკლეობას, ხო, ადამიანი ასეთი არსება არის რა, მარადიული წინააღმდეგობები საკუთარ თავში და ალექსანდრე არ არის გამორჩეული სხვისგან ამით, თუმცა ბევრი რამით გამოირჩევა დანარჩენებისგან, ხო, თავისი განსაკუთრებით საინტერესოა კონტრასტები მის და მის თანამედროვეების, მის მოწინააღმდეგეებს შორის, მისი ეს ხასიათის უპირატესობებიც აქაც კიდევ უფრო უკეთესად ჩანს. არის კარგი ქართული სიტყვა ერთიანი, თუმცა ორისგან შედგება ავკარგიანია. ავკარგიანი კაცი. ისიც, ხო, ნუ ყოველ შემთხვევაში ჰიდასპეს ბრძოლა დასრულდა სახელოვანი ბრძოლა ჰიდასპესთან, ანუ მდინარე ჰიდასპეზე, სადაც ორი ღირსეული მოწინააღმდეგე ერთმანეთს გადაეყარა და ისტორიამ შეყარა ისინი, ხო, და ამათი დუელი, ალექსანდრეს და პოროსის დუელი დუეტში გადაიზარდა, პოლიტიკურ დუეტში და დიდი მეგობრობა გაჩნდა მათ შორის, ხშირად ხდება ხოლმე ასეთ ადამიანებს შორის და საერთოდ ასეთ შეუპოვარდა ძლიერ ადამიანებს ახასიათებთ ერთი რამ პატივისცემა მოწინააღმდეგის. ისტორიაში ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა ღირსეულს აფასებს, ხო, და თუნდაც ის გაბაასება მათი როგორ მოგექცე, მომექეცი მეფურად, ხო, და მართლა მეფურად მოიქცა ალექსანდრე თავის თავსაც მეფურად მოიქცა და პოროსაც მეფურად მოიქცა, ხო, უკავშირები არის. პოროსი არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდური სამეფოს მთავარი მეფე შეიძლება აქტიურად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ სამეული არის ყველაზე გავლენია, აი ინდის ინდოეთი. ეს დღევანდელი პაკისტანის ტერიტორია. ხო, დღევანდელი პაკისტანის ტერიტორია. ახლა ამ ქვეყანას სახელი ჩვენ წინა მოგზაურობებში გავიარეთ, როცა ინდოეთს ვსაუბრობთ, ამ ქვეყანას სახელი დაერქვა ამ მდინარის გამო, ინდის გამო. არა და დღეს ეს მდინარე არ არის ინდოეთში, არის პაკისტანში და ტერიტორიაზე არ არის. სხვათაშორის ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მოდის მოთხოვნა საერთაშორისო საზოგადოებასთან რომ აღარ დაგვიძახოთ ინდია და დაგვიძახეთ ბჰარათი, ერთ-ერთი თავი мотиваცია ეს არის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით პაკისტანი ინდოეთის დაპირისპირების შესახებ. რა უნდათ რომ დაუძახოთ ბჰარათი? ბჰარათი ძველი სახე, რასაც თავის თავს ეს ძველი ლეგენდარული მეფე არის. ძველი ინდოელები რასაც ეძახდნენ არიელების მეფე იყო და თავის თავს ინდოელები ბჰარათს ეძახიან. ბჰარათ და სხვათა შორის საერთაშორისო შეხვედრებზე ძალიან ხშირად უკვე გადააწყდებით უკვე ორი სახელია წარწერა. კუბას ჩვენ რას ძველი ქართველები რას ეძახდნენ? ინდოეთს ეძახდნენ. ჩვენ ახლა ეს საერთოდ ინდოეთი დაარქვეს სპარსელებმა. პირველი კონტაქტი ვისაც ჰქონდა ახლა ამ ცივილიზაციასთან დაარქვეს მდინარის სახელი ახლა. ინდუ არის ძველ სანსკრიტზე როგორც ამბობენ, ხა ეტიმოლოგია როგორც მოყავთ, თუმცა ესეც სადაო არის, რომ ძველ სანსკრიტზე ნიშნავს მდინარეს. გასაგებია და ანუ ინდოეთს ვეძახდით ინდოეთს, ჩინეთს თანამედროვეს ვეძახდით ხატაეთს. ხატაეთს როგორ ჩანს ხატაეთი იგულისხმება როგორ ჩანს და აი ალექსანდრე მაკედონელის ჩინეთისკენ მზერის თაობაზე დღეს რო გვექნება საუბარი დავაანონსოთ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეკითხვა არის. შორის 1-2 ჩვენს კომენტარებში ჩვენი მაყურებელი გვეკითხება რომ იცოდა თუ არა ალექსანდრე ჩინეთის შესახებ და საერთოდ ბერძნებმა იცოდნენ და გავჩერდებით ჩვენ ამაზე დღეს
უფრო მეტად ვისაუბრებ. ანალიზზე გვექნება საუბარი, ვიდრე თქვათ, აი, მოქმედებაზე და დინამიკაზე, ხო? ესე იგი, ერთ სიტყვით ჰიდასპეს ბრძოლა დასრულდა და გამარჯვების ადგილზე ჩვენ წინა მოგზაურობაში ვთქვით, რომ ორი ქალაქი დაარსა, ალექსანდრე ეს არის ბუცეფალია და ნიკეია. თუმცა არის მეორენაირადაც ეძახიან ალექსანდრია ბუცეფალა და ალექსანდრია ნიკეია. ორივე სწორი. ამ ქალაქების მართვა გამგეობა და აღშენებლობა დავალებული აქვს კრატეროს, სარდალ კრატეროს. ახლა ძალიან ლოგიკური შეკითხვა, რომ ასე საცხობი ქონდა კაცო ამ კაცამ ქალაქების ასე უცე რამოდენიმე თვეში რო აშენებს. თვითონ მეგობრებო, ქალაქის დაარსება არ ნიშნავს, რომ დასრულდა ქალაქი. ხო ჩვენ ვიცით, რომ ქალაქი თბილისი დაარსა ვახტანგ გორგასალმა, მაგრამ ის სახე არ მეუღია ხო ვახტანგ გორგასლის დროს, ხო? ჩვენი ისტორიიდან ვავი. ბევრს ეშლება, რომ ტრიალ მინდორზე დაარსა ვახტანგმა სინამდვილეში იქ ძალიან დიდი ხნის ძველი ქართული ქალაქი იყო ტფილისი. დაუსახლებელი არ ყოფილა. ტფილისი იყო ასეთი დასახლება. უცხო არ იყო ეს. ლეგენდა რო გვეუბნება, რომ ნადირობით მოხიბლულმა და ცხელი წყლებით კარგი ლეგენდაა, მშვენიერი ლეგენდაა, მაგრამ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. იქ დასახლება იყო. ხო, სოფელი ტფილისი ცნობილია ეს. ქალაქები როგორ აარსო იწყებდნენ, პირველი აუცილებელი იყო მოზომვა ადგილის შერჩევა, მერე იყო საფორტიფიკაციო ნაგებობები, ანუ კედლები უსაფრთხოებისთვის და მერე მიდის და დაგეგმვა, რა თქმა უნდა, ბერძნული წესით დაგეგმვა ხდებოდა, ასე სტიქიურად არ შენდებოდა უბნები და ასე გზები, როგორ უნდა ყოფილიყო, სად ტაძარი უნდა ყოფილიყო, სად ბაზარი უნდა ყოფილიყო, სად აგორა უნდა ყოფილიყო, სად შესაკრები ადგილი, ყველაფერი დაგეგმილი იყო. წყალი საიდან მოდის, გზები საითკენ მიდის, რამდენად უსაფრთხოა, ჰავა როგორია და ასე შემდეგ. ბევრ რამე ჭირდება ქალაქის დაგეგმვას. ანუ ურბანისტიკის წესების დაცვა. რა თქმა უნდა, ახლა ურბანისტიკაში ბერძნებიც მაგრები იყვნენ და სპარსელებიც და აქ ბაბილონელებიც ახლავს მას და ეგვიპტელებიც ახლავს და მთელი აზია ყავს ჩაყვანილი, მარტო ჯარი კი არ არის. აქ არიან მეცნიერები, არქიტექტორები, ყველა სპეციალობის ადამიანი ყავს. დიდი ამალითაა წასული. და მე კიდე ახლა სისრაფე ხო, ახლა წარმოიდგინეთ რამდენიმე 1000 ჯარისკაცს რომ მიუსერ მშენებლობაზე, უცებდებს ის შედეგს, უცებ აშენებს. ხო, ახლა მშენებლობასთან ქართველებს გვაქვს ურთიერთობა, ზოგს რემონტი გვაქვს სახში, ზოგს სოფელში რაღაცას ვაკეთე, 2-3 კარგი ყოჩაღი ხელოსანი უცებ მუშაობს. ახლა წარმოიდგინეთ ახლა რომ 3-4,000-5,000 კაცს რო ამუშავებ ყოველდღიურად, ხო, რამდენი რამის გაკეთება შეუძლიათ. ამიტომ ქალაქები სწრაფად შენდებოდა. საბოლოო სახეს მე საუკუნეები ჭირდებოდა. ალექსანდრია კი მოხაზა ფქვილით, მაგრამ ის ალექსანდრიას ააშენებს პტოლემე, მისი სარდალი, ხო. დამაარსებელი სხვა არის და მშენებელი სხვა არის, ხო. ყოველთვის ასე არის. უცებ არ ხდება არაფერი. კრატეროს აქვს დავალებული ამ ქალაქების მშენებლობა, ამ ქალაქებს გარდა იმისა, რომ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ეს საომავლოდ უნდა იყოს საკომუნიკაციო გზებზე უნდა იყოს ეს, სავაჭრო გზებზე და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგრამ თვითონ ახლა ერთი თვის დასვენების მერე ახლა დასვენება ჭირდება დაჭრილებს, მოშუშება ჭირდება, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხო, ერთი თვის მერე გადის ბანაკებიდან ამ კრატეროს უტოვებს ჯარის მნიშვნელოვან ნაწილს ქალაქების მშენებლობისთვის, ხოლო თვითონ არმიის მეორე ნაწილით გადის აღმოსავლეთისკენ მეტის. თან მას ჩავახა როგორ გადის, მხედრობის ნახევარი გაყავს არგირასპიდები, ჩვენ უკვე შევცვალეთ ეს ადრე ჰიპასპისტებს ეძახოდით, ქვეით გვარდიას. არგირასპიდები დავარქვით იმის გამო, რომ ფარებზე ვერცხლი აქვთ გადაკრული, ვერცხლის ფაროსნები. როცა ინდოეთში შედიოდა,
თქვით რომ ალექსანდრეს უნდოდა რომ სიმდიდრე რომ ინდოელისთვის სიძლიერე იყოს იმდიდრე დამადასტურებელი და ხა სპარტელები რო ენახათ ახლა იმგეს როგორ ეცვათ ჩათვლიდნენ რომ ათხოვრები არიან ესეცად ინდოელისთვის სიდიადის გამომხატველი არის სიმდიდრე თუ მაგარი ხარ ოქროში უნდა ცურავდე და ვერცხლში და შენი სპილო მოკაზმული უნდა იყოს და ასე შემდეგ ამიტომ შთაბეჭდილების ალექსანდრემ ძალიან შემოსა ძვირფასი ლითონებით თავის ჯარი და ყავს ხედრობის ნახევარი, არგირასპიდების კორპუსი ყავს მაკედონელების რამოდენიმე ტაქსისი და გარდა ამისა მას ჰირკანიდან და პართიიდან ჩამოუყვანა დამატებით თრაკიული შენაერთები ფრატაფერნი გახსოვთ თქვენ ერთ-ერთი შეთქმული იყო დარიუსის წინააღმდეგ თუმცა მკვლელობაში მას მონაწილეობა არ მიუღია როცა ალექსანდრეს ეყმო ალექსანდრემ აპატია და ის საკმაოდ ერთგულად დაუდგა ალექსანდრეს და ჰირკანიისა და პართიის სატრაპმა ჩამოუყვანა ეს თრაკიელების ნაწილები. ორი ვერსია ეს შეიძლება თრაკიიდან ჩამოყვანილი ახალი ნაწილებია, ან კიდევ მას დაუტოვა და ჩამოუყვანა მეფეს. ახლა ჯარი ჭირდება მეფეს, იმიტომ რომ გრანდიოზულ ქვეყანაშია შესული. ისინი წავიდნენ აღმოსავლეთ წავიდნენ და გზაზე მათ ყავთ ერთი ინდური ტომი ელოდება. გლავსების ტომი. ალექსანდრე ერთ რამეში დარწმუნდა, რომ ინდოეთი არ არის სპარსეთი, ინდოელები იბრძვიან. ხა ჩვენ გვახსოვს ასაკენებისა და ასპაზიელების წინააღმდეგობა, რამხელა წინააღმდეგობა გასწიეს. ეს გლავსებიც ისეთ შეუპოვარი ხალხია, მთიან ნაწილში ცხოვრობენ და ტყიანი არის. მათი სამეფო თუ ტომობრივი განსახლება. როცა დაიძრა ამ დროს მოვიდა, როცა მოძრაობს უკვე ჯარი და გლავსებისკენ მიდის დასაყურებლად ალექსანდრე, მასთან მოვიდნენ აბისარ ქაშმირელის ელჩები, რომ ვერ გაარღვია ვისკენ არის, ხო, ჩვენ ბევრჯერ ვახსენებთ. ხან მეგობრობას ეფიცება, დაყმობას უდასტურებს და ხან კიდე მაგალითად ჰიდასპეში აპირებდა ყოველ შემთხვევაში ხმა იყო ასეთი გავრცელებული პოროსზე შეერთება დასახმარებლად მოწესრიგა აბისარ ქაშმირელი ძალიან საინტერესო კაცია რა აბისარის ძმა მოვიდა ელჩა თვითონ არ აჩანს და 40 სპილო ჩამოუყვანა საჩუქრად ახლა შეიძლება ვიღაცამ თქვას ალექსანდრემ ბევრი სპილოები ჩაიგდო ხელში მაგრამ ბრძოლაში იყენებს თუ არ იყენებს მას არ აქვს იმისი დრო და საშუალება მაკედონური ბრძოლის მეთოდიკა შეცვალოს და ახლა მთებში ჯერჯერობით მთებშიო მთებში ახლა სპილოს გამოყენება ეს უფრო გაშლილველია და ახლა მე მით უმეტეს ახლა ჰიდასპეს ბრძოლაში მან ნახა რომ სპილო არ არის საიმედო საომარი ცხოველი ეს არ არის ცხენი რომელიც უპირობოდ გემორჩილება ხო სპილო თუ დაიჭრა აღარ არჩევს არაფერს და სპილოს მართვა როგორ ხდებოდა მას კისერზე ეждდნენ სპილოების მარეკებს ეძახოდნენ და როცა სპილო გაგიჟდებოდა გაშლეგდებოდა ამ მარეკებს ხელში ეჭირათ უროები ამკუსი ერქვა ამას იმ უროებს უტყავდნენ თავში და კლავდნენ ამ სპილოებს კლავდნენ ხო როცა სპილო გაშლეგდებოდა და თავის ჯარში შეიჭრებოდა ხიფათი რო ეცილებიათ სპილო მათ ევალებოდათ როცა უმართავი გახდებოდა სპილო მაშინ უნდა მოეკლათ ახლა ცხოველების მოყვარულები ვართ ჩვენს ყველა და შილოც უდაბებს ყვებით მაგრამ ნუ ასეთი დაუნდობელი იყო სამყარო და დღესაც კარგაგვარიანად დაუნდობელია სამყარო და ამ საბრძოლო სპილოებს ხადი ალბათ სპეციალურად წვრთნდნენ წლების განმავლობაში და ეს მარეკები ამავე დროს ბრძოლაშიც მართავდნენ კისერზე ეჭდნენ კისერზე ზურგზე კოშკი ედგა სპილოს სადაც რამოდენიმე მშვილდოსანი და მოისარე იყო ანუ ტანკი იყო რა იმ დროინდელი ტანკი რომ მკითხოთ შთაბეჭდილებას უფრო მძიმეს ტოვებდა მაშინდელ სამყაროში ვიდრე დღეს ხო ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები ბევრი არის ახლა და ახლა მაშინ იყო ისარ და შუბი ახლა ხმლით სპილოს ვერ მიეკარებოდა ხო
და ნუ ის არის დიდად არაფერს ткენ და თუ თვალში არ გესროლა რა, ნუ ძალიან ბევრი უნდა გესროლა ჰიდასპეს ბრძოლაში განუზომელი არის აგრიანების დამსახურება, რომლებმაც ის 200-ის მილო გააჭერეს კაცო. ხო, ისიც ისრებდი არა, შუბებით გააჭერეს. ხო, ხელშუბები, სათხედ, ქართულად ქვია მას სათხედ. სათხედებს ეძახოდნენ ჩვენ. ხო. არის ძიმე მშვილდის ისარს ქვია კეიბური. ქართულად. ხო, ჩვენ იარაღის თემაში საკმაოდ გამოცდილი ხალხი ვიყავით ახლა. ომი ჩვენ წინაპრების ყოველდღიურობა იყო. მოვიდა ეს აბისარის ძმა, მოვიდა და მოუყვანა ეს 40-ის პილოს აჩუქრა და კიდევ ერთგულების ფიცი და ახლა ნუ ალექსანდრემ ამოუვიდა აბისარის შემოთვლებინა მის ძმას მოთხოვა, რომ არ უღებულობ ამას მე ერთგულების ფიცო თვითონ მეახლოს და გააბრუნა ეს ელჩობა. თან გადაზღვევისთვის გააყოლა თავისი ხალხი, ჰეტერები გააყოლა, არ ცნობილი ვინ გააყოლა, რომ მათ ადგილზე ენახათ აბისარი, მისი სამეფო, მისი სამხედრო შესაძლებლობები ყველაფერი და უშუალოდ ჩამოეტანათ ამბავი ალექსანდრე. ანუ ალექსანდრეს მეგობრები გაყვა აბისარის ძმას. თვითონ მეახლოს ჩამოვიდეს და აგზელა გზა გლავსებისკენ მიდის. მაგრამ როცა შევიდა გლავსების ქვეყანაში, გიორგი, ეს არის წყიანი მხარე და ძალიან მოეწონა ამ ხეტყის ხარისხი. ალექსანდრე ყველაფერს ზომავს და წონის პირველ რიგში სამხედრო თვალსაზრისით. მან ნახა, რომ ეს ხეტყი არის იდეალური მასალა ფლოტის ასაშენებლად. ამიტომ გარკვეულ ნაწილებს ბრძანება გასცა, რომ დაიწყონ ამ ხეტყის, ნუ მერე როცა დაიპყრობს ამ ტომს, ნუ მაშინ მივიდეთ იქამდე. მას აქვს იდეაში, რომ ეს ხეტყი უნდა გაჩეხოს და მდინარეებზე დააცუროს, კერძოდ მდინარე ჰიდასპეზე დააცუროს, რომ კრატეროს ჩაუვიდეს ნიკეაში და ჩაცურდეს ნიკეაში და ბუცეფალიაში, რომ იქ დაიწყოს ფლოტის გეგმა აქვს მას. მდინარე ინდზე. ანუ ეს დავიმახსოვრეთ საინტერესო, ჩრდილოეთთან უნდა დააცუროს, ეს არის ჰიდასპე. ეს მისი შესართავებია. ეს არის ინდი და ასე უერთდება ჰიდასპე და აკესინე ორი მდინარე ერთება და ინდში ჩადის და მე უკვე ჩადის ოკეანეში. უпроსტად არაბეთის ზღვაში თანამედროვე. არაბეთის ზღვაში და ახლა ეს გლავსების ტომი მე არავის არ გაგვირვებია, მებრძოლი ტომია. ძალიან. მოხდა ბრძოლა. ქალაქს მიადგნენ მათ დედაქალაქს. ეს ქალაქი იყო ორი მხრიდან დაცული, ერთი მხრიდან ტბით იყო დაცული და მეორე მხრიდან კლდეებით იყო. ახლა იქ ხანდახან გამოხთომებს აკეთებდნენ ისინი იერიშებს მაკედონელები. ახლა ამჯერად მანდამაინც საინტერესო არა. ძალიან გაუჭირდა ალექსანდრეს ამ ქალაქის აღება და მერე მოეხმარა პოროსი. თავისი ჯარით მოეხმარა და აიღო ეს ქალაქი და ამარცხა გლავსები დაიმორჩილა და იქ საკმაოდ ესეთი ის იყო სისასტიკე გამოიჩინეს. ახლა ნუ ეს ძველი სამყაროს კი არა და საერთოდ ომის კანონების წესები, ვინ წინააღმდეგობას წევს, ის რეპრესიებში ვარდება. დანებებასა და წინააღმდეგობას შორის სხვაობა უნდა იყოს. ან პრიზი, ან დასჯა. პრიზი არის, რომ ცოცხლად დაგტოვება. ეს დიდი ხანია ასე არის და მე მგონი დღესაც მანდამაინც არაფერი არ შეცვლილი. თუმცა მაგაც იყო გამონაკლისები იმ გაგებით, რომ იგივე პოროსთან სასტიკი წინააღმდეგობა გაწია პოროსმა და კი არ მოკლა მერე
არა როგორც მეფეს ისე გარდა იმისა რომ მოხიბლული იყო მისი სიმამაცით ახლა მეორე ახლა როგორც მოკავშირე ჭირდებოდა მოკავშირეების ტაქსილეს გაგულავება არ უნდოდა ახლა ტაქსილე ძალიან დაწინაურდა ამ ჩაბარებულ რაჯებს შორის და ახლა ტაქსილე საბირძონეთ პოროს დატოვა ანუ იძველი მტრობა დატოვა ალექსანდრე პოლიტიკის ნაწილია რა თქმა უნდა ეს ახლა ძნელი გამოსაცნობიც არ არის ახლა ამას ალექსანდრე კი საშუალო გონების ადამიანს კი მიხვდებოდა ახლა რომ როცა ორი ერთმანეთს ტრობს თუ გინდა ორივე მართო ორივე უნდა დატოვა მიადგნენ შემდეგ მდინარეს ეს არის აკესინა ორივე შეიძლება აკესინას მიადგნენ იქ მოუვიდა ამბავი მე გახსოვთ თქვენ გითხარით ორი პოროს მამაცი და პოროს მხდალი პოროს მამაცი ნუ ეს დიდი პოროსი არის და პოროს მხდალი რომელსაც იმედი ქონდა რომ ალექსანდრესთან მეგობრობას გააბამდა ალექსანდრე მაშინ განაძრევა გახსოვთ თქვენ და იქ მოუტანეს ამბავი რომ პოროს მხდალმა მთელი თავისი ქონება სახლეული ამალა ჯარი ყველაფერი მოაგროვა სიმდიდრეები და გაიქცა განგის ინდოეთში ანუ ძვირფას მეგობრებო ჩვენ ახლა შემოგვაქვს ორი ლოკაცია ერთი არის ინდის ინდოეთი ანუ ეს და განგის ინდოეთი ო დასავლეთი მხარე არის ხო ინდის ინდოეთი აღმოსავლეთი განგის ინდოეთი ძალიან მარტივი არის გეოგრაფიული ეს არის ეს ისტორიკოსებმა შემოიღეს ახლა მაშინ ასე არ ეძახოდნენ მაგრამ ინდის ინდოეთი და განგის ინდოეთი სიღრმეში გაიქცა ხამისი დაჟჯის სურვილი არ ვიცი ხონდა არ ქონდა მაგრამ ნუ დაიკარგა ეს წავიდა ხო როცა აკესინე გადალახა ალექსანდრემ პოროს მამაც თავის მოკავშირეს რომელმაც გლავსების დამორჩილებაში საკმაოდ დიდი როლი ითამაშა ხა როგორ არის როგორ ჩანს ეს გლავსების ტომი შედიოდა პოროს მამაცის გავლენის სფეროებში, მაგრამ ვერ ყავდა დამორჩილებული, ამიტომ მან ალექსანდრეს დახმარებით რახან დაამარცხეს გლავსები, ეს გლავსების ტომი მიუერთა პოროსის სამეფოს ალექსანდრე. პრიზად. და როცა აკესინე გადალახეს, რა თქმა უნდა, სანაპირო ძალიან მნიშვნელოვანი იყო და იქ დატოვა ეს რა ქვია, კენოსი. ხო, საინტერესოა გლავსების მიერთების მე პოროს დააბრუნა სახლში, თავის სამეფოში ალექსანდრემ ბრძანებით, რომ დამატებითი ნაწილები შეკრიბა და სპილოები, საბრძოლო სპილოები წამოიყვანა. თუ მას ჭირდება. უკვე ველისკენ გამოდის. კენოს დატოვა აკესინეს სანაპიროზე, რომელსაც ევალება, რომ პოროს უნდა დაელოდოს და მერე ამ თავისი ჯარითაც მერე ალექსანდრეს უნდა შეუერთოს. მიადგნენ მდინარე ჰიდრაოტე. ბერძნულად ვიცით ჩვენ ახლა. ინდური სახელები არ ვიცით. ამ ჰიდრაოტეს გადაღმა იწყება გიორგი ეგრეთ წოდებული თავისუფალი ინდოეთი. რას ნიშნავს? უბატონო ახლა ჩვენ გაგვიგია, ჩვენთან რამოდენიმე მხარე იყო უბატონო, ხო? მაგალითად ქიზიყი, მაგალითად მთა, აღმოსავლეთ საქართველოს მთა, სვანეთის ნაწილი, თავისუფალი სვანეთი, ხო? აქ არ მართავენ მეფეები. ესენი არავის გავლენაში არ არიან რა. და ამ თავისუფალი ინდოეთის დამორჩილების იდეა ჰქონდა მას რა ქვია პოროსის სურვილების და გავლენების ქვეშ არის ეს პოროსის ოცნება არის თავისუფალი ინდოეთის დამორჩილება და აქ ერთ-ერთი ძლიერი ტომი არის ეს რა ქვია კათეების ტომი და ეს სანგალა ქალაქი ესეც აიღეს და იმორჩილეს და შეუერთა პოროსის სამეფოს და უკვე გააგრძელეს აღმოსავლეთისკენ გზა მოკლედ რო თქვა და 326 წლის აგვისტოა უკვე და მივიდნენ მდინარე ჰიფასისი რა ქვია ბიასი ქვია თუ არ ვცდები თანამედროვე სახელი მდინარე ჰიფასისი ძვირფასო მეგობრებო
თავი მახსოვროთ ეს არის აი დაახლოებით ეს არის დინა. ეს არის ალექსანდრეს ლაშქრობის უკანასკნელი გეოგრაფიული. აჰა. აი წარმოვიდგინოთ, არის მდინარე გადასალახად არც თუ ის რთული, აი იქეთ ლაშქრობის ეს არის აგზელების იდეა რა. მდინარე ჰიფასისთან ხდება ის, რაც უნდა მომხდარიყო და ამდენ ხანს ვერ მოხდებოდა. დასასრული ალექსანდრეს ლაშქრობისა, უკიდურესი აღმოსავლეთი მისი სამხედრო ოპერაციების. როცა მდინარე ჰიფასისზე გაჩერდნენ, ახლა რამოდენიმე ცნობა არის, გარკვეული პრიმიტივიზმი ამას ახლავს ამ ცნობებს, ახლა რომ თითქოს და იქ შეიტყო რაღაცები, ცოტა არ აგავს ეს სიმართლეს, იმიტომ რომ მაგალითად მდინარე ჰიფასისთან რომ მივიდნენ, თითქოს და ალექსანდრემ შეიტყო, რომ გადაღმა იწყება დიდი ინდოეთი, ეგრეთ წოდებული განგის ინდოეთი. სადაც არის უზარმაზარი სამეფოები. და განსაკუთრებით ეს არის ნანდების იმპერია. ამას ცოტა ხანი უნდა გავჩერდეთ. ინდოეთის ეს დასახლებები იმ დროისთვისაც, იმ დროინდელი მსოფლიოსთვის ადამიანების სიმრავლითა და სიუხვით გამოირჩეოდა. გაცილებთ უფრო დიდი, განგის ინდოეთი უფრო დიდია მასშტაბებით ვიდრე ინდის ინდოეთი. ხო. ოროსი ძლიერი მეფე იყო, ტაქსილეც ძლიერი იყო, როგორც ჩანს აბისარი ძლიერი იყო, მაგრამ ახლა მე გეტყვით რა სხვაობაა მასშტაბებში. ჩვენ გვახსოვს, რომ ოროსმა ბრძოლაში გამოიყვანა 30,000 ქვეითი, 4,000 მხედარი და 200 სპილო. ალექსანდრესთან მოდის ამბავი, რომ ნანდების იმპერიას შეუძლია გამოიყვანოს 200,000 ქვეითი, 20,000 მხედარი, 2,000 ეტლი და 3,000 სპილო. ეს არის საოცარი მასშტაბებია. ახლა ეს არის დაუძლეველი ამბავია და თან როგორი ამბავი აქვთ მოსული ალექსანდრესთან. ეს სამეფოები იქ არის სამეფოებზეა ლაპარაკი, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ იქ იყო ყველაზე დიდი ამ 16 ხო გახსოვთ? მეცნიერები თვლიან 16-დან 40-მდე უნდა ყოფილიყო ინდოეთის ტერიტორიაზე. ყველაზე ძლიერი ეს არის ნანდების იმპერია. ეგრეთ წოდებული მაგათჰის იმპერია, მაგათჰა. ძველი დიდი ქვეყანა იყო განგის სანაპიროს და მე ეს მაგათჰა გაძლიერდა, მე ნანდების იმპერია შეიქმნა, ახლა ნანდების დინასტიას ქვია. მაჰაპადმა ნანდა იყო მისი დამაარსებელი. ალექსანდრემდე დაახლოებით 100 წლით ადრე იყო ეს კაცი. ძალიან საინტერესოა ამ დინასტიის მაჰაპადმა, ვინ არის ეს კაცი, ვინც დინასტია დაარსა. თვითონ იმ დროს მეფობს აგრამესი ამ დინასტიის წარმომადგენელი, მაგრამ დამაარსებელი ვინ არის? ხაკ უკვე ინდური ისტორიოგრაფია გვეხმარება. არის ასეთი ცნობა, რომ ეს არ არის ქშატრია. ნანდები წარმოშვებით ეს დინასტია არ არიან ქშატრიები, ანუ საომარი კასტიდან. ჩვენ ხო გავიარეთ კასტები. ბრაჰმანები სასულიერო, ქშატრიები საერო, მმართველები, ვაიშიები, გლეხები, ვაჭრები და ასე შემდეგ და შუდრები, მონები. 4 კასტისგან შედგება 4 კასტისგან, ვარნისგან, ოღონდ მერე ესენი მერე იშლება და თანამედროვე ინდოეთში დათვლილიც არ აქვთ რამდენი 1000-ზე მეტია. ეს დამაარსებელი როგორც ჩანს არის შუდრა. ანუ ყველაზე დაბალი კასტიდან არის მოსული. მონებიდან? მონებიდან არის მოსული, იმიტომ რომ ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული, არის ლაპარაკი რომ თითქოს და ვიღაც უცხოელები მოიყვანა ხელისუფლებაში, რაღაცა სამეფო გადატრიალება მოაწყო. უცნაური კაცია ეს. მაჰაპადმა ნანდა. და დიდი იმპერია არის შექმნილი. ახლა მაგადჰის
სამეფოს, ანუ ნანდების დინასტიის ცენტრი ძვირფასო მეგობრებო არის ქალაქი პატალიპუტრა. ეს არის ძველი, დიდებული, აი იმის ნანგრევები არის ჩვენს გიორგის უკან და ჩემს უკან. პატალიპუტრას ფანტასტიკური ქალაქი იყო, დიდი ქალაქი იყო. ადნაქვია მე მგონი თანამედროვე ინდოეთში არის. თანამედროვე ქალაქი, ახლა ინდოეთის კვალობაზე საკმაოდ მოგზაურებული 2 მილიონიანი ქალაქი. ამას ერქვა პატალიპუტრა. რომელიც არის ნამდვილ განგზე, აი დაახლოებით აქ არის, აი განგზე, მდინარე განგზე არის. პატალიპუტრა მათი ცენტრი და ეს არის წარმოუდგენელი მასშტაბების სიმდიდრის და სამხედრო ძალის 3000 საბრძოლო სპილოყავს. თან ნახე როგორი ამბავი ჩამოიგდით მაკედონელებს, რომ ეს ხალხი ვინ ცხოვრობს ახლა ეს ნანდების დინასტია ძლიერი არის, ხო, მაგრამ ავთორე ხალხს უყვარს თავისი რაჯა, თავისი მეფე. ისინი ნანდები არიან ძალიან სამართლიანები. და ხალხის მოყვარულები და ასევე საპირისპიროდ ხალხსაც უყვართ თავიანთი მეფეები, რაჯები. ანუ იდეალური კომბინაცია, ხელისუფლებას უყვარს ხალხი და ხალხს უყვარს ხელისუფლება, ცოტა ძნელი წარმოსადგენელია. შეკრული საზოგადოება. ხო, პატივსცემენ, რატომ? იმიტომ რომ ნანდების დინასტია გამოირჩევა სამართლიანობით. საინტერესო რა არის? ახლა ეს უკვე წყაროებში ალექსანდრეს შესახებ არა ჩანს, მაგრამ უკვე ინდოელი ისტორიკოსებიდან ვიცით, რომ აქ არის რელიგიური შემწყნარებლობა, გიორგი. აქ არის ინდუიზმიც, ბუდიზმიც და ჯაინიზმიც. არავინ არ იჩაგრება. ბედნიერი ქვეყანა, ეს ნანდების იმპერია. და ყველაფერთან ერთად ძალიან მდიდარი ტერიტორიებია. უმდიდრესი და რაც ეს არის მიწათმოქმედი ხალხი, დიდი ქალაქების მაშენებელი, დასრული ცივილიზაცია. სიმწიფეში ცივილიზაცია შესული. ამას აქვს მნიშვნელობა. რამდენად მწიფეა ცივილიზაცია. ეს არ არის მარტო კულტურა. კულტურა უფრო დაბალი საფეხურია. აი კულტურა რო ცივილიზაციაში გავა, ცივილიზაცია რა არის? მემკვიდრეობას რო ტოვებს და სხვაზე გავლენას ახდენს, ხო, ესაა ცივილიზაცია. თორე როცა ავტონომიურია და მემკვიდრეს ვერ ტოვებს და იკარგება, ყდება და გვერდზე მეზობელსაც კი არ უნდიხარ, არაფრად ის კულტურა. საერთოდ კულტურას ფართე ის აქვს, რა ქვია. აღნიშნული ახლა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ერთხელ თქვი კიდევ, კანიბალიზმი არის გარკვეული კულტურა. კაცის ხორცის ჭამა კულტურა, ჩვევა რაღაც. კულტურა არის ჩვევა რაღაც. ცივილიზაცია სხვა რამე. ხოლმე ეს ნანდების იმპერია და არიან მამაცი ხალხი. რა ხარ მეფეები უყვართ და ეს მეფეები მამაცი ხალხი არიან, ამიტომ დიდ წინააღმდეგობა გექნება ალექსანდრეს შენაკ. ახლა შეკითხვა ისმება, ახლა ის იქ გაიგო თუ მანამდე იცოდა, თუ ჯარს დაუმალა, თვითონ იცოდა, მაგრამ ჯარმა არ იცოდა, ეს უკვე სოთაშის დღესაც მიდის კამათი, რამდენად იცოდა ალექსანდრემ დინარის გადაღმა რა იყო განგის ინდოეთი, განსხვავებით ინდისგან. ხო? სადაო, მეც არა მაქვს ჩამოყალიბებული, მე შეიძლება ვივარაუდო, რომ ალექსანდრემ თავის ჯარს რაღაცები დაუმალა. მაგრამ ახლა ჯარმა გაიგო რა, ახლა ეს ხმა გავცელდა, სარდლება, ახლა გამორიცხული არის, რომ პოროს და ტაქსილეს არ მოეყოლათ ალექსანდრესთვის, რა ელოდებოდა იქ. ალექსანდრე ინფორმირებული იყო, მაგრამ მისი ბუნებიდან გამომდინარე, მას უნდა გამოსცადოს ეს ნანდების დინასტია, გადასვლა უნდა, გაგრძელება უნდა. მაგრამ ბანაკში არის ცუდი განწყობა უკვე ძალიან ჯარში. გიორგი დაიღალენ აღარ შეუძლიათ რა. აგერე სამხელა აზია გამოიარეს, იქ სპარსეთი, იქ ბაქტრია, იქ ისინი აგერს მილოებთან იომეს, ისქნეს, მე შევიდნენ უმდიდრეს ქვეყანაში, მაგრამ კლიმატი მათთვის მიუღებელია. არ არის მიჩვეული
ბერძენი, მაკედონელი, თრაკიელი, სპარსელიც კი, ეგვიპტელიც კი. რომელიც მშრალ გარემოში არიან გაზრდილები, ხო, ამ სუბტროპიკული ინდოეთი, ამდენ გველები, ქვეწარმავლები, ორიელები, მკბენარები, ისა რა ქვია, აგრესიული ფაუნა, აგრესიული ფლორა, წვიმებია, თვეები არ გადადის. თვეები არ წყდება. არ შეუძლიათ გიორგი. мотивация აღარ აქვს ჯარს. დინარე ჰიფასის. ბიანი ქვია მე მგონი. ჯარში უკვე ამბავია. იკრიბებიან კარვების წინ, აღარ მალავენ, ოფიცრებს აღარ უმალავენ, რა არის, რა ზად მივდივართ. აგერ ამბები მოვიდა იქეთ რაღაცა საშინელი სამეფოა. აგერ 200 სპილო, ახლა ჩვენ გაკვირვებული ვართ და ჩვენი მაყურებელიც და მსმენელიც, რომ 200 სპილო რომ ჯერა სანახაობა და მე იმას რომ დაუდგები და იმას რომ დაამარცხებ. ამას თურმე 3000 სპილო ყავს. ნანდას. მეომარი ხალხია. მოგვენატრება ჰიდასპეს ბრძოლა. ნუ აღანია, სახში უნდა წასვლა კაცმა ხა. ქონებაც დაგროვებული აქვს, ალაფიც დაგროვებული, ხახლებში უნდათ გიორგი. არ შეუძლია. ალექსანდრეს ინფორმაცია აქვს, რა თქმა უნდა. ჯარში ცუდი განწყობა არის და ახლა ორი ცნობა არის, რომ ჯარის წინ გამოვიდა, მეორე ცნობა არის, რომ პირველი შეხვედრა სარდლებთან ქონდა და მერე გამოვიდა ჯარის წინ. ამ შემთხვევაში ახლა ამას მნიშვნელობა არ აქვს. მოიწვია საბჭო, სამხედრო საბჭო. ხო, თან ეს ჯარისკაცები იძახიან, რომ გვითხრას სანამდე მივდივართ. ხო, რა არის საბოლოო წერტილი? რა უნდა გვითხრას მეფემ და ახლა ეს ჯარისკაცები ოფიცრებს ელაპარაკებიან, ოფიცრები გენერლებს ელაპარაკებიან. ეს გენერლები ჰეტარები არიან, ხო, ალექსანდრის მეგობრები არიან, ანუ ინფორმაცია აქვს და ესენი საბჭორო შეკრიბა ახლა სანამდე ალექსანდრე რა. მამდე აპირე. რა გინდა გითხარ? რა არის შენ გონებაში? რო შეკრიბა ალექსანდრემ ახლა უთხრა მოუხაზა მან თავისი გეგმა რას აპირებს სანამდე ალექსანდრე პასუხი არის რომ ჩემი ამოცანა არის რომ განგის ინდოეთი მერე მდინარე განგს ჩავყვებით ფლოტით და არის ეს რომ ხელა მას გონია თან რომ აღმოჩენები ხდება. მაგალითად ალექსანდრეს ეგონა რომ კასპიის ზღვის აღმოსავლეთით კიდე დიდი ზღვა იყო. იმიტომ ამ საუბარზე ეუბნება რომ ჩვენ როცა განგს დავიპყრობთ, განგიდან მერე კასპიის ზღვაში ჩავალთ ზღვით. საიდან? ამ ხელანთებია დგას. ამიტომ სტერეოტიპები იყო, წარმოდგა ხმაშინდელი ძველი რუკები რო ნახოთ, ნუ ეს არის თანამედროვე ცოდნა, რაც არის გეოგრაფიული ცოდნა დედამიწაზე, იმის 1% არა. ადამიანებმა არ იცოდნენ რაღაცები, ხო. ანუ ის ამბობს, რომ მე განგის ინდოეთი უნდა დავიპყრო, ავაშენებთ ფლოტს. არა და ისმი შეკითხვა. და კი მაგრამ ინდზე რატო აშენებს ფლოტს? ხო საინტერესოა, ამას პასუხი არ არის. თუ აქ აპირებს ფლოტის აშენებას და მერე ზღვით წამოსვლას და სპარსეთში დაბრუნება ზღვით და განგი იქნება ჩემი უკიდურესი პრეტენზია. ხოლო მერე დასავლეთში ამ აღმოსავლეთს რომ მორჩევით, მერე ჩვენ უნდა გავყვეთ იტალიაც უნდა დავიპყროთ, ესპანეთიც უნდა დავიპყროთ, ჩრდილოეთ აფრიკაც უნდა დავიპყროთ და უნდა გავიდეთ ჰერაკლეს სვეტებზე. ანუ გიბრალტარზე ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ, ხო. ანუ ის ამბობს, რომ მე ვაპირებ ვიომ მანამდე, სანამდე განგიდან ატლანტის ოკეანემდე არ დავიპყრო, მაშინ გავჩერდა. ანუ რა რეცი, პასუხი გასცა.
ხა რამდენად გულწრფელი იყო, როგორ იყო ეს სხვა საკითხი. ახლა ვიღაცა ჩვენმა მაყურებელმა, რომლის ინტელექტუალურ შესაძლებლობაში ეჭვი არ გვეპარება და ვამაყობთ, რომ ჩვენ მაღალ ინტელექტუალი მაყურებელი ყო, შეიძლება ვიღაცა მიკითხოს და ბატონ გუბას, ბატონ გიორგი, ალექსანდრემ ჩინეთის შესახებ რამე იცოდა? ფიქრო ეს განგი არა, აშკარად დასალიერეს სამყაროს. იდეა იქეთ რაღაცა. აი ამას ეძახეს ბენგალის ყურეს ეძახო და აღმოსავლეთის ოკეანეს. თანამედროვე ინდოეთის ოკეანე რაც არის. იმის იქეთ აღარ არის უიკუმენა. შეკითხვა არის კაცო, ახლა ამ ინდოეთში როა ასეთი მეგობრები ყავს, რაჯები ყავს, ტაქსილე ყავს, ამისართან ჯერ არ შევხვედრია და იმათმა მაინც ხო იციან რომ იქ იმათმა ჩინეთი. ხო და ერთები რო არის რომ მოყვები ამას ამ ლაშქრობას ეს ჰიმალაები რო გიყურე რანაირ ამინჩიც არ უნდა გაიხედო ჩანს. ამ ხო იკითხავდა ახლა ბერძნები არიან, მაკედონელები არიან, სპარსელები არიან. იმის იქით რა ხდება? რა ხდება ამის იქით? პოროს ჩემო ძმაო მეგობარო, ამის გადაღმა რა არის? ხო იკითხავდა. იკითხავდა. და იმათ პასუხი ექნებოდათ. ინდოელები კი ჯერ ჰიმალაები და მერე ტიბეტი, მაგრამ ნუ ახლა იციან რომ ჩინეთი არსებობს იქეთ. და უფრო დიდი სივრცე ვიდრე ეს თვალუწვდენელი ინდოსტანია. ხო? ამიტომ ეს საკითხი კიდია დღესაც. იცოდა ალექსანდრემ თუ არ იცოდა, ახლა ჯარმა რო არ იცოდა, ცხადე არ ეტყოდა ახლა ეს ამას, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ იცოდა. და მე იმაშიც ვარ დარწმუნებული, ჯარი რო გაყოლოდა განგამდე, განგთან მერე კიდე დაუსვამდა იმას რომ მოდი იქეთ გადავიდეთ. და ჩინეთი და არ გაჩერდებოდა. არ გაჩერდებოდა. ხო გაიგო რომ ამხელა სამხედრო ძალები ქონდა, მანდა მაინც ამ დინარეზე გაიგო? ჰიფასისზე გაიგო მანდა მაინც. ეცოდინებოდა რომ ნამდების იმპერია არის, მაგრამ ჩარს არ გააგებია, მოდი რა გადავიდეთ რა. ხო, კაი, შეკრიბა, ნუ მან თქვა, რომ სანამდე მეფეო და სანამდე განგამდე და მერე აქედან რო წავალთ, მაკედონიაში გავჩერდებით, დავისვენებთ და მერე იქეთ წავალთ ევროპაში. ანუ ევროპის დაპყრობასაც აპირებს და ჰერაკლეს სვეტებამდე. ნუ მასშტაბები აქვს გრანდიოზული რა. ნუ ჯერ ახალგაზრდა. მაგრამ ახლა ეს ეკითხება ამ გენერლებს, ეკითხა ინფორმაცია აქვს და ეკითხება გენერლებს, თავის ჰეტერებს ეკითხება საბჭოზე რომ ეს არის ჩემი გეგმა. განგიდან ჰერაკლეს სვეტებამდე, აღმოსავლეთთან დასავლეთთან, მაგრამ ახლა თქვენ ამიხსენით მე? რატომ არ უნდა გავაგრძელო? ამიხსენით. ჯარისკაცების განწყობა თქვენ ეცეთ. და ამიხსენეთ რომ რატო უნდა დავბრუნდე უკან. რა ხდება ჯარში? რას გეუბნებიან ჯარისკაცები? ვიჯო ეს უმამაცესი სარდლები რა სპილოებზე მიდიან და მთებში იბრძვიან და ციხესიმაგრეებზე არბიან. ვერ იღებენ ყმას. თან ამან უთხრა რომ მითხარით რატომ არგუმენტაცია მომიყვანეთ რატო უნდა მიუბრუნდე. სახში, რატო უნდა ვთქვა უარი განგამდე მისვლას? უჭირთ სიმართლის თქმა? ნუ ვერ უნდა არ ვიცი, გიორგი ახლა კონკრეტული ერთი პასუხი არ არსებობს. ბევრი ადამიანი შიგნით ჩაიხურა და ისა და ინიციატორი არ ჩანს. ყველა ჭკუაზეა, ამ სარდლებსაც უნდათ რა დაბრუნებენ, რა განგებდე 3000-ის პილო კიდე ბრძოლის ველს ხო გადაირიენ. ო, მაგრამ ეს აპირებს ომს. ო, გამოვიდა ბიჭო ეს კენოსი. სარდალი. ენოსი ბევრგან შევხვდა ხო? ერთ-ერთი უმა კრატეროსი, არა, ყველა მაგრები არიან ახლა. კრატეროსი, ყველაზე პარმენიონის მერე კრატეროსი იყო. მე რომ მკითხო მესამე კენოსი, კი ჰეფესტიონიც მაგარია, რა ვიცი, პერდიკაც მაგარია, ის, მაგრამ ნუ კენოსი არის, შეუპოვარი. მაგარი სარდალი, კენოსი გამოვიდა და უთხრა რომ
მეფეო, მე მოყვები. ამოყვებ ბოლომდე. მაგრამ გეუნები რომ ჯარისკაცები აღარ წამოყვებიან შენ. მეო უნდა გითხრა სიმართლე მეფეო. ეს არლევ გასუსულებია, კენოსმა გაბედა. ერთ-ერთი ტაქსი არქი არის, ანუ მცირე 6 მცირე ფალანგა იყო და იყო ერთი ეს 6 მცირე ფალანგიდან შედგებოდა დიდი ფალანგა. თუმცა ჰიდასპეში კავალერიას მეთაურობდა კენოს. ესენი უნივერსალური ოფიცრები არიან, რომელსაც გინდა, სადაც გინდა, რასაც გინდა სათავეს ჩაუყარა. კენოს ეუბნა. მე სიმართლე უნდა გითხრა, იმიტომ რომ მე მამა სიმართლის თქმასო მავალდებულებსო, ჩემი შენსადმი ერთგულება და ჩემი ჭრილობების სიმრავლე. უნდა გითხრა. მეფე ეს ჯარი შენ აღარ წამოყვება. ჯერ ხო ამდენი ვიარეთო, ამდენი დავიხოცეთო, რამდენი დავრჩითო. ჰელესპონზე რო გადმოვედითო, იქიდან რამდენი ვარ დარჩენილი. აღარ შემეძლო. სახლში უნდათ ჯარისკაცებს. მეფეო ესენი წინ აღარ იყურებიან. მე ჩემი ჯარისკაცები, მე ხა შინაარს ხვებ. და რეკონსტრუქციაც ხდება ამ საუბრეს ახლა, ხო? რამოდენიმე ვარიაცია არის, მაგრამ ნუ შინაარსი ახლა ყველგან ერთად იგივე. ესენი წინ აღარ იყურებიანო მეფეო, უკან იყურებიან. ჩემი ჯარისკაცები და მე მათი სახელით სიმართლეს გეუბნა. სახლში უნდათ მეფეო. მამის ნახვა უნდათ, დედის ნახვა უნდათ, ცოლის ნახვა უნდათ, შვილის ნახვა უნდათ. აღარ შეუძლია. მეფეო ტკბილისი მერე უნდათო და უნდათ მაკედონიაში შენი დიდების ამბავი ჩაიტანონ. თავიან ჩვილებს და ისე როგორი ადამიანური ამბავია ხო ახლა ვეტერანები ბიჭო ესენი რა დაჩეხილები სულ ყველა რა სახლში დააბრუნეო რა გაუშვიო სახლში მეო შენო გამოყვები ბოლომდე მაგრამ ესენი გაუშვი ესენი წინ აღარ იყურებიან მიეცი უფლება რომ თავის ბავშვებსო შენი დიდების და მაკედონელების დიდების ამბები მოყვნენ. მე ვიციო შენ დაასაჩუქრებო სიმდიდრით. ჯარისკაცებს. ისენ დიდრები წავლენო სახლში. და ნახე ასე უნდა მიეცი უფლება რომ შენი ნაბოძების სიმდიდრეო თავიანთ დედებს ჩაუტანონო. და მსხვერ პლატო შესწირონო თავიანთ ტაძრებს. ანუ შეირგონ ის ნადავლი მონაბოვარი რაც ასვენე რა ეს აწყლები და ასვენე რა. ალექსანდრის мотиваცია ჰელესპონზე ვინც გადმოვედით რამდენი მართლა განახევრებული იქნებოდა ახლა ის კი უმატებდა ანტიპატრიარქი და აღარ არის ზოგი ქალაქებში დარჩა ვინც დახეიბრდებოდა ვერ დგებოდა ფელზე იმას ქალაქებში ასახლებდა და ის ვეღარ ბრუნდებოდა მაკედონიაში ვინც აგიყვანს ახლა არის პრობლემა თვითფრინავის ბილეთი და გადაფრინდა შეშემოპირის ვინ მოგიგიდებდა ახლა ზურგზე და რჩებოდნენ ამ ინდოეთში ბაქტრიაში იმაში ამაში ჩევა ცოლები მოყავდა ხა მაკედონელებს ამათ ბევრი ყავთ ცოლებმა მაკედონიაში პოლიგამია იყო ახლა ბევრს ყავს აზიელი ცოლი და შვილებიც აყავთ უკვე გაჩენილი იქ ჩაყვანა უნდა თავას აქ აზიელი ცოლების და ევროპელი ცოლების გაცნობა უნდა ხა მაკედონიაში მიღებული იყო ბერძნებში არ იყო ეს მიღებული დააბრუნეო რა შეეხება განგზე გასვლას იმაზე ჰერაკლეს სვეტებთან მომისვლა ჩაიყვანა ესენი მაკედონიაში დაატოვეო შენო ძალა გაქვთ ნაირი ხარო სახარო და შეკრიბე ახალი ჯარიო და ახალი ჯარით მოუბრუნდეთ აქ და მერე იქეთ დასავლეთ მიმართულებით არ გიშლის ხელს ესენი დაასვენა ჩინეთზე ერთებო ნახე რა ასე უნდა
ჩინეთზე არ არის მაგ დიალოგში ჩინეთი არ ფიგურობს არაფერი, მაგრამ ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩინეთს შესახებ იცოდა ალექსანდრე. მაგრამ ალავს რა, ახლა მე დარწმუნა ეჯი არ მეპარე, რამდენჯერ წამოიყვანა ასე მოტყუებით რა. ჯერ ეკბატანაში შეექმნა პრობლემა, როცა ბერძნები თესალიელებს დააბრუნა ხო, ახლა ეს მისია შესრულდა მაშინ კორინთოს მისია და მე საწყლები მოყავს ჯერ ბესოსი უნდა მოუკლათ, იმიტომ რომ დავნაშავია, მე იქ ახალი მიზანი ჩდება. ნუ ახლა მიზეს ყოველთვის მოუგონა. ინდოეთში რო შემოყავდა მაშინ სიმდიდრეებდა პირდა. ჩვენ ვილაპარაკეთ მე მგონია, მაგრამ ეს სიმდიდრეები მიიღეს. ეს სპარსეთზე უფრო მდიდარია. ყველაფერი მიიღეს რა. ხო მოტივაციის ნაკლებობაც თან ერთვის უკვე. ხო და თან ეს ამბავი მოვიდა ხა ამ სარდლებმაც გაიგეს, ალბათ ჯარისკაცებმაც გაიგეს, ადაღმა რაღაცა უზარმაზარი. საფრთხისა და რისკის კალკულაციით უკვე მიღებული ნადავლის შერგება ხო შემარგებია რა ხა. მოტივაცია როგორ არა ხა ძარცვა, სერიოზული მოტივაცია. მაგრამ როცა უკვე გაძარცვაო ხო მე დაბრუნება გინდა, ხო შერგება გინდა იმის. მithumeres როცა საფრთხე ძალიან დიდი ჩანს უკვე. და საფრთხე ჩანს ხახადაღებული განგის ინდოეთი, ხო ნანდების იმპერ, გესმის შენ 200 სპილო გვებევრა. აკეც. ამა 3000 ეყავს კაცო. საბრძოლო სპილო. აგრამესი. ინდური სახელი არ მახსოვს. მეფე არის მაშინ აგრამესი. ნანდების. ეს დიდებული დინასტია იყო სოთაშვილის. სოთაშვილის ალექსანდრეს დავასპოილერებ ახლა ალექსანდრეს სიკვდილის მერე 2 წელიწადში ეს დინასტია დაემხობა და იქ მოა მაურიების უბრწყინვალესი დინასტია. ნანდების დინასტია დაემხობა ბაგათყაში და მაურიები ჩანდრაგუპტა მაურია გენიალური მმართველი იყო, რომელიც გააბატონებს რელიგიურად იმას ბუდიზმს. ბევრს გონია ინდოეთში რომ თავარი რელიგია არის ბუდიზმი. არა, ძვირფას მეგობრებო, ინდოეთში თავარი რელიგია არის ინდუიზმი. ბუდისტები ძალიან ცოტა ცხოვრობენ, მე მგონი ქრისტიანებზე უფრო ნაკლები და ჯაინები არიან, ისინი ძალიან ცოტა. მაგრამ აი მაურიების დინასტია ბუდისტური დინასტია. მერე მას ეყოლება შვილიშვილი აშოკა. ფანტასტიკური. მართალი ეს ჩანდრაგუპტას ბერძნები ეძახიან სანტრაკოტე, ასე ეძახიან და ეს მე 500 სპილოს აჩუქებს სელევკოს. მაგრამ ამას დავანებოთ ხთა, ანუ საომარსპილოს. ხო, სალავარ და ხო, რასეუნება ახლა ბოლოში ეს კენოსი. მეფეო, შენო ღმერთებმა დიდი საჩუქარი გაგიგდეს. გამარჯვებები მოგწეს. დიდი მოწყალება ბედნიერებას ეზიარა. მე ვიციო შენო ტრის ვარ გეშინიო მეფეო, მაგრამ გეშინოდესო ღმერთების რიცხვის და ბედნიერებაშიც თავშეკავებაა საჭირო. გაუბრუნდეთ დროზე, სანამდე ღმერთები გაწყრებიან შენს. ისე თუ უყურეთ როგორ ადამიანებს ვიცნობთ ჩვენ ახლა, ჩვენ გავიცანეთ ჰერმოლაოსი. ხო, ამდენი გავიცანეთ ასეთები. კლიტოსი. ნაგერეს კენოსი თავი შეიკავე ბედნიერებაში, თავშეკავებული. ის არ გეშინია, მაგრამ ისენ ჩემდარს. ხო, მაგრამ ბერძნულ ლიღმერთების პანთეონში არა მარტო თავშეკავების ღმერთები იყვნენ, ომის ბრძოლის და გამომაწყრობის ღმერთებიც იყვნენ. გაჩერდი ზევსი იყო. ხო, იმ კონკრეტულ მომენტში რომელი ღმერთების მომხრობაც იყო საჭირო გასაგები. მითოში ღმერთებს არ უყურებენ როგორც მოწყალე, ახლა ჩვენ მონოთეისტური რელიგია არის, რომ ჩვენ მოწყალე ღმერთის ქვეშ ვართ. ჩვენ ღმერთს უყვარვართ, განსაკუთრებით ქრისტიანობაში, ჩვენ ღმერთს უყვარვართ. ბერძნებში ასეთი რამე არ იყო, ღმერთებს უყვარვართ და დაგვიცა არა, დაგვიჯიან, შარზე არიან, სხვერპლი არ დაუგვიანოთ, თორე გადაგემტარება, ქალღმერთი, ღმერთი.
განსაკუთრებით ხალხმერთების გადამტერება იყო საშინელი და დიონისე, რომელიც უმცროსი ღმერთი იყო, ხო? ფერად აზდევდა კაცო. ამ კუფისესთან ამ კუფისე არ ვიცი რა, სასწაული კაცი. ხო და მოატყუილა იქ ნისას მკვიდრები ვართ ჩვენ აქ დიონისიან ამ კუფი, ხო და დაგვაბრუნე მოსახში. ეს რო უთხრა ამან ეს ისმენს, მაზარებს ალექსანდრე. დაასრულა კენოსმა საუბარი. დაიწყეს ტირილი სარდლემა, ქვითილი აუვარდათ. ალექსანდრე მოსმინა არაფერი პასუხი არ გასცადა და დაშალა საბჭო. დაშალა საბჭო და ხვალეო ჯართანო გავიდეთ და ჯარს დაველაპარაკოთ. ნანო ამათი იმედი არ აქვს გიორგი სარდლებს. მეორე დღეს აშანტაჟებს ჯარს აშკარად ჩალს. ნუ ჯარში უკვე ხმა არ გავარნილი რო კენოსმა სათქმელი უთხრა. არე აღელვებულია ჯარი. ჩვენი სათქმელი უთხრა. ჯარის სათქმელი მეფემდე მივიდა. ამბავი რო ჩვენ ამაზე აღარ გადავალთ. ჰიფასის ჩვენ ფეხს აღარ გადავადგამთ. მეორე დღეს როგორ ჩანს იმ ჯარისკაცები გარკვეულწილად პასიურ შეთქმულებაც არის სარდლებისაც და ჯარისაც. იმიტომ რომ არავინ არ გამოესარჩლა მეფეს. ამან კი უთხრა მე შენ სადაც გინდა წამოყვე, მაგრამ ეს სახლში გაუშვი. მეორე დღეს გამოვიდა ჯართან ალექსანდრე გულგასწებულია. მეუბნება რომ კარგითო, წადითო სახლში. მე არ გაკავებთო თქვენ, არ გიგრძელოთ. ერთი რამე იცოდეთ, თქვენს გარდა მე სხვა ჯარიც ამყავს. იგულისხმა აზიელებს, სპარსელებს, რომლებმაც თავი გამოიჩინა სახე. ერთგულობენ. რაც აზიელებმა ერთგულება შეფიცეს ალექსანდრეს არ უღალატიათ მისთვის, ახლა ვერ დააბრალებ ამას, მათი მეფეა. აგერ ამხელა პრობლემები მოყვა ამას, ჯერ პილოტა არმენიონი, ისა რა ქვია, კრატეროსი, უკაცრავად კლიტოშავი, ჰერმოლაოსი და ამბები და ისინი ხო ახლა ის პარსელები ხო ხედავდნენ რომ ეს კონფლიქტი მაკედონელებთან აქვს მეფეს ჩვენს გამო ჩვენ რო უყვარვართ ისინი ეჭვიანობენ ჩვენზე ხო ეს სულ ურთიერთ დამოკიდებული პროცესია მაშინაც ადამიანები იყვნენ და ჩვენც ადამიანები ვართ და გვესმის ყურადღებას დაწლაპარაკობთ მეო არ გიშლით ხელსო წადითო ეს სხვა ჯარი მყავსო და სხვა ჯარით გავაგრძელებ ომს ადავალო მდინარეს წადითო სახლებშიო მიდითო და თქვენ შვილებთანო თქვენს დედებთან თქვენ მამებთანო მიდითო და რო დაიწყებთო იქო მოყოლასო ლაშქრობის შესახებო და გმირობების შესახებო არც ის არ დაგავიწყდეთ რო თქვენი მეფე აზიაში მიატოვეთ ეს შანტაჟიც არ არის პროვოკაცია არავინ არ გამოეხმაურა ბიჭო დადუმებულია ჯარი და თქვა ეს კიდევ და წავიდა გაგულისევ გულმოსული წავიდა ჩაიკეტა 3 დღე კარავში რამოდენმეჯერ მან ასე ჯარი დააშანტაჟა ეს 3 დღე ახლა ძალიან ისე როგორი საინტერესო თემაა ხო ეს 3 დღე რას ფიქრობდა როგორ ელოდება რომ მოვაჯა და მეფე რეაქციას ელის ბაბაჯარი ვიღაცა მო ერთი კაცი არ მისულ არ გაჭრა არ ჩანტაჟმა ერთ პროვოკაცია არ შეუძლიათ გიორგი ახ ჩვენ წარმოგვიდგენთ ზღვარს მიაღწიეს ხო იმის იქეთ აღარ არის რა ჰიფასისი არის ბედის არა მარტო გეოგრაფიული ზღვარი არამედ ამათი შესაძლებლობების და მოტივაციის ზღვარი მორალური და ყველანაირი ერთგულებასაც ხო აქვს ახლა ზღვარი რა აი სანამდე რა
კიდე და სად არის ეს განგიზინდოეთ 3000 სპილო ყავს მის ერთ-ერთ მეფეს სხვებს რამდენი ეყოლება კიდე თან ხალხს უყვართ თავიანთ მეფეები სპარსელებმა რო გაყიდეს თავიანთი მეფე და გადმოვიდნენ აქ ესენი არ გადმოდიან ასე არ აპირებენ ისინი გადმოსვლას განგის ინდოელები ამიტომ ერთი დღე დაელოდა კიდე სამი დღე დაელოდა მეოთხე დღეს გამოვიდა და ჯართან გამოვიდა ალექსანდრე ბრუნდებით სახლში დაინგრა ყველაფერი ტირილი ბავშვებად იქცნენ სიხარული ბრუნდებით სახლში დაიწყო ბრძადება გასამგეს დაიწყო ბრძადება ახლა ცოტა ხანი უნდა გავჩერდეთ რამ გამოიწვია და იყო თუ არა კონფლიქტი ჯარსა და ალექსანდრეს შორის და თვითონ ალექსანდრეს განწყობა. კი იყო კი ის თავის თავთან მართალი როცა ის გადასვლას აპირებს. მე არა ვარ ბოლომდე დარწმუნებული. ახლა ბრძოლისთვის საერთოდ ძვირფას მეგობრებო ისტორიაში არ ვიცი სამედიცინო ენაზე რაც ნიშნავს. მედიცინაში არის ომზე გაშლეგებული. ათაშორის ავასრებ რაღაცას როცა რომსა და მითრიდატეს შორის პონტოს სამეფოს შორის ომი იწყებოდა რომში მითრიდატემ ელჩები გააგზავნა ხო და რომაელებს არ წუნებდნენ სენატს იქ მითრიდატეს ელჩები რომ არ გინდა ჩვენთან ომი იმიტომ მაგრები ვარ ჩვენ და უკავშირებს უსახელებენ რომაელებს რომ ეს ხალხი ჩვენსკენ იომებს ეს ხალხი ჩვენსკენ იომებს არ დაიწყოს რომმა ომი. და იქ ეს ელჩი ამბობს ასეთ რამეს, რომაელებს ჩვენსკენ არიან კოლხები შლეგათ მეომარნე. რომაელებს აშინებს კოლხებით. მითრიდატეს ელჩი. შლეგათ მეომარნე. აი ქართულად არის ომზე გაგიჟებული არა, გაშლეგებული. არაფერი არ შედეგი რო არ აინტერესებს, არაფერი. თავარი არის რომ ვიომო, ომი არის ჩემი ცხოვრება. და კოლხებზე ასეთ წარმოდგენა ჰქონდა, ასე აშინებდა რომაელებს ის. ძვირფასო ქართველებო. როგორც დასავლეთ ქართველებო, ისე აღმოსავლეთ ქართველებო. ჩვენს წინაპრებზე ასეთ წარმოდგენა ჰქონდათ. ჩვენი წინაპრებით რომაელებს აშინებდნენ. ხო. როგორც მაგარი მებრძოლების და მეომრების საქართველოს ბევრ რაღაცები უნდა ისწავლოს და გაიმეოროს თავისი ისტორიიდან. დრო არის უკვე, იმიტომ რომ ამეტანე მოვეშვით. ძალიან გაგვიტკბა სიმხდალეში ყოფნა. არ შეიძლება სიმხდალე იყოს თავარი ეროვნული იდეა. სიმხდალე უდრის მონობას. სიმამაცე უდრის თავისუფლებას. ხომ? კარგი ის გადახოვა ის შილოზედმეტიც იყო, მაგრამ ნუ ავიც გასაგებია. საჭიროა. აი ისტორიაში არიან ასეთი შლეგი მეომრები, ჩვენ. აი ასეთი იყო მაგალითად პიროსი ეპირის მეფე. ალექსანდრეს ეპიგონი, აი პიროსის გამარჯვება რას ნიშნავს? პიროსის გამარჯვება ნიშნავს, რომ კი გავიმარჯვე, მაგრამ არ დარჩა ჩემგან არაფერი. როგორ არის მე ბებია ილიკო და ილარიაში რო ამბობს ის, კი დავამარცხეთ ეს გერმანია, მაგრამ არ ჩვენ არ გვადგია, გაიტყო. აი ეს პიროსის გამარჯვება. ხო. აი პიროსი იყო გიჟი ომის. ჩვენ ისტორიაშიც ყავდა ასეთი მეფე. ახ მეომარ მეფეები, ბაგრატიონები თითქმის ყველა მეომრები იყვნენ, მაგრამ აი გიჟი ომზე გაგიჟებული იყო სიმონ მეფე, ძვირფას მეგობრებო, ქართლის მეფე. დელის სიმონე.
ისეთი იყო, რომ დელი არის გიჟის სიმონი ასე ეძახოდნენ და ტყვეთ რო ჩავარდა და მე ედიყულეს ციხეში რომ ამოხადეს სული ოსმალებმა, ტყვეთ ჩავარდნის დრო ზეიმი იყო ოსმალეთის იმპერიაში. აი ეგეთი იყო. ალექსანდრეთ შლეგია ომეს. თავარია იომოს. რამდენი ყავს ჯარი თვითონ იმას რამდენი ყავს. ანუ ირაციონალიზმი არის. ომი ხო საერთოდ ირაციონალური მოვლენაა, მაგრამ ამაშიც გიჟები არის. ანუ როგორ შეიძლება ვთქვათ ახლა რატომ ბრუნდება, რატომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ ახლა გიორგი, რატო გადაწყვიტა თვითონ ახლა ხო უთხრა რომ გავიწად სახში გიზერ გიტეხიათ მე აგერ სპარსელები. ჯარი არაკლია კაცო. ჯარის პრობლემა არ აქვს, აგერე პოროსები და ისინი ინდოელებს გაიყოლებს. რა პრობლემა? გამოიძახებს ჯარს სპარსეთიდან. რა პრობლემაა? დაიქირავებს კიდევაც ერთი 30,000 40,000 ბერძენს დამატებით დაიქირავებს. არა აქვს ამის პრობლემა. მაგრამ მაინც ჩვენ შეგვიძლია უკვე ვივარაუდოთ, რომ მაინც ვერ გარისკა თვითონ. ახლა მაკედონელები აღარ მიყვებიან, ახლა სახიფათოა უკვე ახლა. რისი შიში აქვს? რა შეიძლება, რისი შეიძლება შეშინებოდა ამ უშიშარს? სივრცის. ათვისების რა დაიპყრობს ამას, რამდენად აითვისებს მე. არის ამ თვისებები? არა. ინდოეთის ათვისების შანსი არის, მაგრამ განგის ინდოეთის ათვისების შანსი არ არის გიორგი. მოდი ბევრი მიზეზი აქვს. როცა რაღაცას იპყრობ, ათვისება სჭირდება წინაპირობა. ორი წინაპირობა არის. უпроსტად რო ვერ აითვისებ, ამას აქვს ორი მიზეზი. ან ძალიან მაღალ განვითარებულია ეს ცივილიზაცია, რომელსაც იპყრო, ან ძალიან ჩამორჩენილი. ის რომ ვერ ამოკაჭა. ოროსანია ვერ გაზდი. ორი ერთმანეთს შევადარებ ახლა მე. რაღაც ანალიზი გავაკეთოთ, ხო, ისტორიას ანალიზი, ისტორია არა ფაქტოლოგია, მარტო იმას ანალიზი ჭირდება. განგის ინდოეთს ის ვერ აითვისებს, მას ეს ესმის. ესაა დასრული ციფე ცივილიზაცია. ვერ გადაყლაპავ შენი ბერძნული ენით ვერ მოხიბლავ ამათ რა. ამათ ხანგრძლივად აქვთ. ნაწვალები და ნაზრდელი თავის ცივილიზაცია, რომელსაც არასოდეს კონტაქტში არ ყოფილა ბერძნებთან. განსხვავებით სპარსულისგან. განსხვავებით სპარსულიდან და თუნდაც დაუშვა ინდოეთიდან. ინდოეზე მაინც ეხახუნებოდნენ სპარსეთს და ბაქტრიას და ამას და სპარსელებთან ჰქონდათ ურთიერთობა. მიმოსვლა, ვაჭრობა იცნობდნენ. აი ეს აბსოლუტურად უცნობია ეს. ეს არ მიგიღებ შენ და იმხელა მასშტაბები აქვს, რომ წვეთი ხარ რა ოკეანეში. არის მეორე, ერთი თქვით, მწიფე ცივილიზაცია, რომელსაც ვერ მოერევ. ასეთი იყო ჩინეთი. ასეთი იყო მერე ინდოეთი, სულ ყლაპა. მაგრამ არის მეორე, იმდენად უმწიფარია ცივილიზაცია, რომ ვერ ამოქაშე, ვერ გაზრდი. ეს არის რომაელები, გერმანია. რომაელებმა მთელი ევროპა აითვისეს თვითფასო მეგობრები. მთელი ევროპა, ბრიტანეთის ჩასვლაც კი შოტლანდიის და ირლანდიის გამოკლებით, ხო? რაინს გადაღმა ვერ მოიკიდეს. მიუხედავად იმისა, რომ 500 წელი ჰქონდათ გერმანელებთან ომი. უმეტესწილად რომაელები სამხედრო თვალსაზრისით ჩაკრავდნენ, თუმცა თვითონაც კარგაგვარიანად სისხლი აქცევიეს გერმანელებმა, ხა ტევტობურგის ტყეში ბრძოლა რა ტყავიეს, როცა 3 ლეგიონი მთლიანად ბოლო კაცამდე ამოწყვიტეს გერმანელებმა, ხერუსკების ბელადმა არმინიუსმა. 23 წლის ბიჭი იყო არმინიუსი მაშინ. ხო. მაგრამ ვერ აითვისა, აი გალია აითვისა, ესპანეთი აითვისა, ჩრდილოეთ აფრიკა აითვისა. ბერძნული ცივილიზაცია კი არ აითვისა, გადმოიღო იქიდან, ყველა აითვისა, ბალკანეთი აითვისა. გერმანია ვერ აითვისა. რატო? არაფერი არ ჰქონდათ.
ქალაქებიც კი არ ქონდა. როცა ვიღაცას იპყრობ, ის რომ დაგემორჩილოს, მას დასაკარგი უნდა ქონდეს, გიორგი რაღაცა. გერმანელებს არაფერი დასაკარგი არ ქონდა. ტყეების გარდა. მუდმივად დაამარცხებდნენ, გამოვარდებოდნენ. აი ტაციტუსის ჩანა გერმანელებს არ გადარეული, ნუ რა უნდა უყოთ ამ ხალხს. კეისარიც კი ამბობს ამას. თავის გალური ესა ბელუმ გალიკუმ კეისარს აქვს მესამე პირში დაწერილი. ვითომ სხვა დაწერა, სხვათაშორის მესამე პირი და მემუარებში დააკანონა იმამ ქსენოფონტემ, ანაბასისი რო დაწერა. მოგახსოვთ ჩვენ ვილაპარაკეთ ამას. ამათ ვერ მოვერე, ესენი ოდესმე მოგვერევიან ჩვენ. ეს გერმანელები ვერ ვაჩერ, არაფერი არ აქვს, რო დაუწვათ, ამოუწყვიტოთ. არა აქვთ არაფერი. გამოვარდებიან ტყიდან, შევარდებიან და ამ ტყიდან გამოვარდნილმა ხალხმა მოუღო მერე რომს ბოლო. საბოლოო ჯამში. ინტენსივობა იგივე გვაქვს აქ. ანუ მაღალი განვითარების ცივილიზაციას ვერ იმორჩილებ, იმიტომ ის კლაპავს. ან კიდე იმდენად დაბალი დონის ცივილიზებული სამყაროა, აი მაგალითად იგივე მომთაბარეები, ანუ ველურები. აზრი არა აქვს. უნდა უყო. თავის ცხოვრების წესი აქვს, მარტივად ცხოვრობს, პრიმიტიულად ცხოვრობს და სულ არ უნდა არჩენის ქალაქების მშენებლობა, არც არხების გათხრა, არც სკოლების და გიმნაზიების გახსნა, არაფერი არ უნდა შენგან გაცო, კიზერ გიტეხია, კეომება ბოლომდე. ამიტომ სივრცის პრობლემა აქვს ალექსანდრეს. გარდა განგის ინდოეთისა, მას ინდოეთის პრობლემაც აქვს. ახლა ეს ინდოეთი როგორი იყოფა, ხო? მისი დასავლეთ სანაპირო, რომელიც აითვისა. ხო? მერე ინდიდან ჰიდასპამდე ეს არის იქეთ არის პაროპამისადების სატრაპი, აქ გაკეთა სატრაპია ინდოეთი, აქ გავლენა აქვს ტაქსილეს. ოღონდ ეს სატრაპია ინდოეთი შეიყვანა და იქ სატრაპად ფილიპე ყავს, ხო? და ამის გადმოღმა უკვე ჰიდასპეს გადმოღმა ჰიფასისამდე ეს უკვე არის პოროსის გავლენა. აი აქ სატრაპია არ გააკეთა. ალექსანდრემ გადასარევად იცის, რომ ადრე თუ გვია როცა ეს აქიდან წავა, პოროს მის ერთგული არ დარჩება. და რატო უნდა დარჩეს რომ? ამასაც კი აი პოროსის ინდოეთსაც ვერ შეინარჩუნებს. კაი, ინდის გადაღმა ეს პაროპამისადები და ეს კოფენის ველი და თანამედროვე ავღანეთი და ეს ამას დაიტოვებს კი. ბაქტრია ისედაც მის ხელშია ირანული სამყაროს ნაწილია, ირანელებმა ის მეფე აღიარეს. კი ბატონო, ამასაც ვერ შეინარჩუნებს და ამას რა უნდა უყოს? ნამდებს რა უნდა უყოს? ამიტომ გაბრუნების თემაში მე ჩემი ეჭვი მაქვს, რომელიც გამოთქმული არ არის, მაგრამ მოდი გაგიმხელთ ახლა ჩემ. რამე რო იყოს დაბრუნება კი უნდა და თვითონ არ უნდა ყოფილიყო ინიციატორი. ჯარს შეტენა ეს. ჯარმა და ამის საბაბი მიცა. ახლა ამას რა ამღარებს? თუ აქეთ აპირებს ფლოტის აშენებას განგზე. ჰიდასპეზე და გესინაზე რატო აშენებს გემებს. ამიტომ ინიციატორა, იცი როგორ არის ახლა ალექსანდრე ისეთი კაცი, ახლა არავის ეჭვი არ უნდა შეეშინდა ნამდვილის. არ შეეშინდა, უბრალოდ ჯარში ეშინდა. მე როგორ შეიძლება შემეშინდეს. თორე რო ქონოდა სურვილი გაგრძელების ბოლომდე, მაინც აიძულებდა ამას. ამათ თუ არა სპარსელებით გადავიდოდ. ახალ ჯარებს გამოიხმოვდა მაგედონიდან. ხო. ეს არის მე ახლა ამდენი მიკვლევია, მიკითხია, ძველი წყაროებიც, ავტორებიც, თანავე თუნდაც აი ჩემი მასწავლებელი, ხო, დროიზენე, ურა, გერმანელი ისტორიკოსებს სხვა რამეა, ხო,
მოლი და არა მარტო არა აქვთ ამათ ეს გამოთქმული ეს აი ესა ჩემი მოსაზრება ძვირფას მეგობრებო დავიჩემებ ამას ალექსანდრესაც უნდა და დაბრუნება ოღონდ ინიციატორი თვითონ არ უნდა ყოფილიყო შეიძლება იმათმა იმიტომ არ გამოთქმეს რომ ალექსანდრეს მონუმენტური ფიგურასთან მიმართებაში ამის თქმას გაბედულება ჭირდება. უკან დაიხია ალექსანდრეს შეეშინდა რამეს ეს შეკითხვა არ უნდა და დარჩა ის რომ მართლა არაფერს არ ეშინოდა მაგრამ მე მაქვს ერთი მოკრძალებული ქართველი ისტორიკოსისგან ჩემი მოსაზრება მას შეეშინდა ნანდებთან ომს იტო კი არა რა ვერ აითვისო გიორგი მე კომუნიკაციები გაგეწერვა ამდენს რომ მიდიხარ ამ ინდოეთში იმ ირანში ასე გაგდალაგებული საქმე ახალ დაპყრობილ ირანში და თან ცუდი ამბები ჩამოდეს სპარსეთიდან ვიღაცა სატრაპები რაღაცებს უბერავენ იქა გინდა მაკედონელი ეპისკოპოსები გინდა ბერძენი ბანკირები და გინდა სპარსელი სატრაპები თავისას გაჭავენ ეს მეფეს ავაცა დასული ან ჩამოვალა ან არა კიდე რა ეპისკოპოსები კიდევ ერთხელ დავაზუსტო გარნიზონის სარდლები ხო სამხედრო ხო დასაზუსტებელია ამ სიტუაციაში სხვა აქტუალურია მოდის ინფორმაცია მოდის რომ ვიღაცები ერთგულობენ ახლა რა ის ფრატაფერნი მართლა ფანტასტიკური ტიპია რა მაგრამ ვიღაცები კორუფცია მოსახლეობას ცუდათულია ნახე ჩვენ ხო გვახსოვს დარიოს ჯერ კიროს დიდმა და მერე დარიოს დიდის თავარი ამოცანა რა არის სატრაპიებად რო დააყო დარიოსმა სატრაპებს რა ევალება ხალხი არ უნდა ყავდეს უკმაყოფილო ხალხი ბედნიერი უნდა იყოს ის შახრა რო გააკეთა დარიოსმა შარა მეფის გზა ამ გზებზე გიორგი სულ ხეხილები და ზეთისხილები იყო კაც არ უნდა მოშივდეს არ უნდა მოშივდეს სპარსეთის იმპერიაში კაც არ უნდა მოშივდეს კაცი არ უნდა გაილახოს კაცი არ უნდა დაიჭაგროს ახლა გვიანდელი აქემენდები ურიგინებდნენ ხო მაგრამ იდეა ხო ასეთია ალექსანდრე ხო სამართლიანი მეფეა კი სოგდიანა დასაჯა აჯანყებისთვის მაგრამ მერე გახსოვთ ხო ჰეფესტიონს რო დაასახლებია ხალხი და სამართლიანი მეფე როგორ ახარ შენ დანიშნული კაცი თუ აქ ძარცავს მე ძალიან ბევრ პრიმიტიულ მართველს ეშლება ესა რომ მე ხო გაუგი ახლა სტალინმა არ იცოდა რა არ იცოდა და თუ არ იცოდა უარესი ხო შენ როგორ ახარ სამართლიანი მართველი როცა შენ დანიშნულია გამგებელია თუ გუბერნატორია თუ სატრაპია თუ რაც გინდა ის დაარქვი ხო თუ ცუდად იქცევ შენ ზევით როგორ რჩები სამართლიანი ამიტომ ცუდი ამბები იქიდან ჩავიდა ამ აღმოსავლეთის დასალიერის ძიებაში ემანდი ის დასავლეთი არ დაგარგო ეს ბერძნები კიდე რა ქვია დემოსთენე კუდარე კი არ არის ათენში როდის გააფრენენ ეს ბერძნები არავინ არ და მე კიდე ერთი რამის შიში აქვს უნდა კონდეს წესი ჯერჯერობით უშვილოა მემკვიდრე არ ხავს მე გვიდე ახალ მოყვანილი ყავს ეს როქსანა ხო თუმცა არის ასეთი ცნობა რომ ასაკენების დედოფალი მეფე ხო მოუკლა იქ ბრძოლაში ტოლებმა ძალიან ლამაზი დედოფალი დარჩა ინდოელი დედოფალი ასაკენების და იმის დედოფალი მერე გაუჩენ შვილს მაგრამ ის უკანონო ასეთი ხმაც დადია ძალიან ლამაზი ქალი იყო ეს როგორც ამბობ ინდოელი ხო არიელი იქნებოდა არიელ ეს ჩვენ არიელებზე ვლაპარაკ ეს უკვე არიელებს უკავიათ ეს აი დრავიდების აწოლები ყვითარია ხო დრავიდულ ინდოეთთან არ ქონია შეხება ხო და სივრცის შიში აქვს არ დამეშალოს ბიჭო ამხელა იმპერია ხო ამიტომ ამ ჩემ ჰიპოთეზ არა ხო ჰიპოთეზას იმიტომ რომ თეორია უკვე დადასტურებულია ხო მე მაქვს ჩემი მოსაზრება კარგა ხანია რომ უკან დაბრუნების ინიციატორი მას არ უნდა ყოფილიყო მან ჯარს დავარქვათ ასე ხა ბევრი გვისმენს ჯარ შეტენა ეს ამ ხო ჯარმა შეიდენა
ჯარმა შეიტერა სიამოვნებით. წაგლეჯვაში შეტევა თუ რაღაც ჯოგერში. ამიტომაც ჰქონდათ ესეთი ზეიმი. ამიტომ შეხვდით გადაწყვეტილებას. და დაიწყო მზადება უკან დაბრუნებისთვის. აი ჩინეთის თემა არ ძანს ეცოდინებოდა შანსები. როგორ არ ეცოდინებოდა. ანუ მე ახლა რა ანალიზიც გავაკეთე ძვირფასო მეგობრო, საბოლოოდ მაინც არაა ჩამოყალიბებული. უნდა და არ უნდა და ჩინეთში შეჭრა უნდა და მერე შეიძლება მოეტყვილებია ისე მერე გაჩენო და ახლა ასაკი აძლევს ამის საშუალებას ხო 30 წლის არის. კენოსმა ხო უთხრა რომ ახალგაზრდა ხარ რა ახალი ჯარი გააკეთე და მობრუნდი მერე თუ გინდა რა და მე გამოყვებ მაგრამ ესენი დავასვენოთ. ნუ ასე არის თუ ისე არის მდინარე ჰიფასის ეს არის ეს არის ზღვარი ალექსანდრეს ყველაზე აღმოსავლეთი ლოკაცია ადგილი და ეს მოხდა 326 წლის ძველი წელთაღრიცხვის 326 წლის აგვისტოში გამობრუნდა ჰიფასისგან. ეს არის მისი იმპერიულ დაპყრობითი ევროპის უკიდურესი წერტილი. ეს არის უკიდურესი გეოგრაფიული წერტილი. რა ქვია ესე იგი კიდევ ერთხელ ვთქვათ ამ მდინარეს? ბიას. მოვიძიე და ბიასი ქვია. ხო თანამედროვე სახელები არ ვიცი რაღაცების და ეს არის თანამედროვე პაკისტანის ტერიტორია. პაკისტანია. მაშინ ინდური სამეფო. ინდის ინდოეთი. იმიტომ რომ იმასაც აქვს ყოფს დროიზანი ყოფს ინდის და განგის ინდოეთები განსხვავდებიან ერთმანეთს. მასშტაბებით ეს გაცილებით უფრო დიდია. განგის ინდოეთში აღარ გადავიდა. ხო, პატალიპუტრას ინდოეთი. ხო, პატნა არის ქალაქი. ეგეც მოვიძე ყოფილა ქალაქი. პატალიპუტრა ბავშვობიდან ვიცოდი სოფელში. ხო, მაგრამ მე მოვიძებ ხოლმე არსებობს ის ქალაქი არ არსებობს და არის 2 მილიონიანი ხო ჩვენთვის უზარმაზარი ორი თბილისია, ინდოეთის კვალობაზე ერთსახე ქალაქია. პატარა, მაგრამ არის და ეს ნანგრევები ფოს მეგობრებო ფანტასტიკური კულტურა იყო ეს. მაგათა ჯერ ეს ნანდები და მერე ეს მაურიები არიან ფანტასტიკური დინასტია ეს ბაბუადაშვილის შვილი. ჩანდრაგუპტა და აშოკა. ესეთი და გრძნეული და ბრძენი ხო ხარ. ბუდიზმს აღიარებენ ესე. ხო მობრუნდა რა და სანამდე მობრუნდებოდა ხა ნაპირზე ხა რაღაცა ხო უნდა დატოვოს ხა ესე ალექსანდრე აქ იყო. ადამიანს უნდა რაღაცას დაადე და ეს დაუცხრომელი ამპარტავნობა და ტაძრებზე რო აწერე რომ აქ იყო ესა და ეს და ეს ახლა ალექსანდრეს ამის საფუძველი ქონდა რაღაცა უნდა დატოვოს კვალი ჰიფასისის სანაპიროზე დატოვა 12 კოშკი საკურთხეველი დიდი ქვის კოშკები ააშენა ამავე დროს საკურთხეველი ოლიმპოელი 12 ღმერთისა და ქალღმერთისა პატივცემულოდ 6 ღმერთი 6 ქალღმერთი და იქ დიდი ასპარეზობები მსხვერპლ შეწირვები ამობრუნდა წამოვიდა რა აკესინესგან წამოვიდა და დინარე აკესინაზე ამბობენ ქალაქი დაარსა ჰეფესტიონს დაავალა თითქოს და მაგრამ ნუ მე არა ჩანს ეს ნუ ერთი სიტყვით 326 წლის ოქტომბერში ის უკვე მოვიდა ბუცეფალიაში და რა ქვია ნიკეიაში სადაც კრატეროსი აშენებს წარმატებით ამ ორ ქალაქს და აქ მიიღეს გადაწყვეტილება რომ აქიდან ხო არაპირებს ის ძველი გზით დაბრუნებას როგორც შემოვიდა თებიდან როგორც გადამარა მას უნდა რომ დინარე ინდს დაუყვეს მაშინ ასე შემოვიდა აქიდან ხო დინარე კოფენს შემოყო უნდა საფრთხეც ქვემოთ წამოვიდეს და იცია რომ არის ზღვა ანუ სპარსეთის ყურე ბოლომდე შესავლელი არ არის და აქვთ ეჭვი რომ ამეთი შეიძლება დაბრუნდნენ ბაბილონში ხო
სპარსელი შუამდინარეთში იწყებს ფლოტის მშენებლობას. ფლოტი ჭირდება ეს აი ქრო ეს რა ქვია გლავსებიდან რომ ხეთყე გამოუშვეს აი ეს კრატეროსი არმენიოზე ნაკლები ლოჯისტიკის ღმერთი არ არის. და წავიდა ეს გემების მშენებლობა მიდის. ახლა გემები ფლოტი როგორი არის? ისე რასამახაობა იქნებოდა. გახსოვთ თქვენ მე როცა პერიკლეს ხანაზე ვსაუბრობდით, ლიტურგია, ანუ საზოგადოებრივი ვალდებულება საქმიანობა. იქ 5 ვალდებულება. ერთი იყო რელიგიური, მეორე საგანმანათლებლო, ხო, მერე იყო ეს რა ქვია, გამოკვება ღარიბების სამხედრო და ბოლოში იყო ეს ტრიერარქია. ტრიერარქები ვინ არის, ვინც გემებს აშენებდა. და ეს ბერძნული წესი დაავალა თავის ამალას, რომ ვინც ხართ ყველაზე მდიდრები, თქვენ დააშენოთ გემები. 33 კაცი ამორჩი, ყველაზე მდიდრები. რიცხვი ვიცით რამდენი არიან? 33-დან 24 არის მაკედონელი, რამდენი აქვთ ნაშოვნი. ლაშქრობის დროს რო წამოვიდნენ გაღლეტილები იყვნენ, მაგრამ ახლა მდიდრებში მაკედონელები დაწინაურდნენ. ხო 20 მილიარდერები დავარქვათ ეს. მისი სარდლები მილიარდერები არიან. ჯარისკაცები მილიონერები არიან, არც ამბერი არ უგლიათ. იმდენი აქვთ ნაძარც. 24-ია მაკედონელი, 6 არის ბერძენი, 2 არის კვიპროსელი უფლისწულები, 1-ია სპარსელი. ამათ დაევალათ ფლოტის აშენება თავისი ხარჯით. ააშენეს 80 ტრიერა, სამბაქნიანი სამხედრო გემი. გარდა ამისა ააშენეს 200 სატრანსპორტო გემი და 1000 დამხმარე გემი. ეს ახლა ჯარგი უნდა ამან აძარცი აუარებელი ტვირთი მოაქვთ გიორგი. უნდა დაუყნენ ინდს და ჩამოვიდნენ ზღვას. ჯერ არიან, ჯერ ჰიდასპეზე არიან. ინდს უნდა შემოუერთდნენ აი. ჯერ დინარე აკესინეს და მერე ჯერ ჰიდასპე უერთდება აკესინეს და მერე აკესინე უერთდება ინდს და მერე ინდით უნდა ჩამონა. ახლა რა არის? მან დაიპყრო პენჯაბის ინდოეთი, ანუ ინდის ინდოეთის ჩრდილოეთ ნაწილი, როგორც მთა ისე ველი. ხო? ეს სამხრეთი არა ჯერ დაპყრობილი. ანუ უნდა გაიაროს ტერიტორიებზე, რომელიც არ არის. რამე რო იყოს, დასაპყრობიც უნდა დაიპყროს. ახლა რახან გამოიგლოვა მან დავარქვათ ასე განგის ინდოეთი, ახლა ეს ინდის ინდოეთი უნდა აითვისოს აქ ბერძნული მარცვალი უნდა ჩააგდოს ელინიზმის მარცვალი, ასე არა მარტივად საქმე, ხო? ამიტომ ამ ფლოტს იმიტომ აშენს სამხედრო გემები რა თუნდა, ხო? მდინარეზე. 1200 გემზე მეტი აშენდა და საცურავო საშუალება. ფლოტი ეკიპაჟებად ვინაა? ეგვიპტელები, ფინიკიელები, კვიპროსელები და იონიელები. ჩამოყვანილი. მე ხო გითხარით მაშინ როცა 100,000 კაცი, 100,000 ეს არ არის მარტო არმია. ეს მეზღვაურებიც არის, ეკიპაჟებიც არის. ხო საინტერესო ამბავია ხო ეს ინდოეთში შესვლას რო გეგმავდა ის მდინარეზე დაცურებას გეგმავდა ეს ინდი იქნებოდა თუ განგი ეს სხვა თემაა. მაგრამ ეს გადაწყვეტილება აქვს მე ოკეანე უნდა შეისწავლოს. ზღვით უნდა დაბრუნდეს ბაბილონში. სამათხოვს ჯარს. ხო დაადგინა 326 წლის ნოემბერში გავდივართ. გავალთ. დავცურდებით სამხრეთისკენ. მაგრამ ინდოეთ საქმეები უნდა დაალაგოს. ხო, როცა დაბრუნდა ეს აბისარის საკითხი გადასაწყვეტია. ამ დროს როცა ის უკვე ფლოტს აშენებს,
ჩამოდის აბისარის ელჩები, გიორგი, ეს აბისარი ხო ვერ შეიხვედრა ვერსად. მაგრამ იმ ელჩებს გახსოვს მის ძმას, აბისარის ძმა იყო ელჩად. ჩამოყვნენ ის თავის მაკედონელი ჰეტერები ხო გააყოლა რა ადგილ. და ჩამოიტანეს ამბავი რომ აბისარი ვერ ჩამოვა ალექსანდრე, ერთგულებას გიფიცე, მაგრამ ავათარი და ამ მაკედონელებმაც დაუდასტურეს, რომ არ არის კარგად. ფიზიკურად არ ხო ვერ ჩამოდეს. ვერ აღარა ჩანს აბისარი, როგორ ჩანს მე მალე მოკვდა არ ვიცი. ანუ ის რომ თავი არის და შარზე ვერ მოძდო რა, შარი ვერ მოძდო, იმიტომ რომ მართლა ავათარის მაკედონელებმა უთხრეს ვერ ჩამოვა. აბისარიც შემოიერთა ახლა. ახლა მას გასაყოფი აქვს ეს მემკვიდრეობა პენჯაბური მშვიდობა. ახლა პენჯაბი გაგვიგია სიტყვა ხო, კარგია რომ გამახსენდა. პენჯაბი ძვირფასო მეგობრებო ნიშნავს 5 მდინარეს. ფანჯი. ვაგორებთ. ფანჯი. ანუ ინდურად ხო ურდუზე და ჰინდიზე, რომელიც ძალიან ახლოს გავს სპარსულს. პენჯაბი აბი არის წყალი, ხო. 5 წყალეული. 5 მდინარეა. ეს პენჯაბური მშვიდობა, ახლა რომაელები ასე დაარქმევდნენ დაახლოებით პაქს პენჯაბიანა, ასე დაარქმევდნენ. ახლა ეს ხო უნდა დაალაგო რომ წახვალ ახლა ესენ კიდე თუ დაერიან აქ ერთმანეთს და რაზე აქვს ამიტომ ეს აბისარის ძმაც, ოროსიც და ტაქსილეს და სხვა რაჯებიც ასე. იქ წვრილებიც იყვნენ საშუალო. მათ დიდი სუფრა და დიდი ის გამართა რა ქვია. მიღება ხო ნადიმი და ინდოეთის ამბები უნდა დაალაგოს. დააფიცა სუყველა. ხართ თუ არა პენჯაბური მშვიდობის ერთგულები? კი ვართ. ტაქსილეს ინდიდან ჰიდასპემდე ტერიტორიები ტაქსილე არის პრინცეპსი, პოროსი არის ჰიდასპედან ჰიფასისამდე. აბისარი არის კაშმირში. ტაქსილეს ტოვებს? ტოვებს. ყველა ეს რჩებიან. დააფიცა რომ დავიცავთ შენს ერთგულებასაც, მშვიდობასაც. ისე სადაც შედის იმ მშვიდობას ტოვებს რა. სხვა საკითხი მე მოხდება. ინდოელებს ანუ ამ რაჯებს სამ ტოლდა სორს, ტაქსილეც, აბისარიც და პოროსიც მაგრები იყვნენ ახლა ის დიპლომატი და ეშმაკი იყო ეს ტაქსილე თავიდანვე ჩაბარდა, პოროსი მეომარი იყო და მისი მეგობარია. ის აბისარი საერთოდ გამოსაცნობია რა. ძალიან საინტერესო ხალხი არის. ხო, ფიცი ჩამოართვა და გაუშვა. წადეთ და მიხედეთ თქვენს სამეფოებს. და ინდური ჯარი დაშალა. ინდური კონტინგენტები ახლა ესენი წამოვიდნენ და თავის ჯარიც გამოაყოლა. დარჩნენ ესენი არა. ნოემბერი მოვიდა, ფლოტი აშენებულია, გამზადებული კრატეროს იმ თავით ჰქონდა დაწყებული. გრანდიოზული ესეც სასანახაობა იქნა დინარეზე. ორივე სანაპიროზე ჯარია სააღლუმოთ დაწყობილი. იქეთაც, აქეთაც. შუაში არის ეს ფლოტი. 1200 გემზე და ნავზე მეტი. აქედან 80 არის ტრიერა, საომარი ტრიერა. ფლოტის ხო გადაწყვიტა რომ სამ ნაკადად წამოვა. ხო, თან აქ ელოდება ის ინდოეთის სატრაპს ფილიპეს, ის თავის ჯარით უნდა ჩამოვიდა შეუერთდეს და ისე ჩამოვიდა და გამზადებული ახლა უნდა დაიძრას ჯარი. აქაც მსხვერპლ შეწირვა. ამ მსხვერპლ შეწირვაზე რა მინდოდა ახლა გამახსენდა უცებ. ჰიფასისზე რო არ გადაყვა ჯარი.
დილით რო გამოვიდა ჯარს რო უთხრა რომ წადი სახლში და მე ჩემ იქ გადაწყვეტილების მიღებაში თითქოს და რა მიეხმარეთ მსხვერპლი შეწირა გადალახვაზე და ცუდი ნიშანი. ეს გამახსენდა. მსხვერპლს წირავს ყველგან სადაც დინარზე გადადის. გემებზე ხო ახლა ერთი ნაწილი ჯარის უნდა ავიდეს გემებზე და ჩამოყვეს ინდს და ორივე სანაპიროზე ხმელეთით მოდის კიდე დანარჩენი ნაწილები. ერთ მხარეზე არის ჰეფესტიონი, მეორეზე არის კრატეროსი. ჰეფესტიონსთან ევალება 200 სპილო უნდა წამოიყვანოს. საჯუქრები დარჩა. ხო, მე ამ სპილოებს გემებზე ხო რა იყვნენ? ხო, არა უყვანია. ხმელეთით მოყვება სანაპიროს ორნაკადად კრატეროსი და ესა ჰეფესტიონი. გეგმა არის ასეთი. არა, ფილიპე მერე შეუერთდა, ხო 3 დღეში როცა უკვე 3 დღის მე როცა სამხრეთისკენ წამოვლენ, იქ ფილიპე დაემატება და ესენი უნდა დაელოდონ ფლოტს რა, კრატეროსიც და ჰეფესტიონიც. ფლოტის მეთაურად მან დანიშნა ნეარქოსი, იგივე ნეარქე. ფლოტზე ეკიპაჟებად აიყვანა ეგვიპტელები, ფინიკიელები, იონიელები და კვიპროსელები. ზღვაოსნები ვინც არიან და ტვირთი რაც უზარმაზარი ტვირთი ფლოტს მოყავს. ავიდა თვითონ მეფე გემზე, ალექსანდრე. ოქროს თასი გაავსო ზედაშეთი და შესვა და დააქცია და ჩააგდო მდინარეში. გახსოვთ ზუსტად ასე მოიქცა ჰელესპონტზე როცა გამოდიოდა. დასაწყისი დასასრული. მდინარე ინდს შეწირა ესა რა ქვია. პროფესორად ინდასპეს შეწირა ეს მსხვერპლი. აიძრნენ ასანაე გვერდზეს კრატეროსის და ჰეფესტიონის ჯარები დგას. და აიწყეს სამხედრო პეანი, სამხედრო სიმღერა. ავიდა გემზე და შეწირა ეს ოქროს თასი და აიძნეს სამხრეთისკენ მოცურავენ და ეს იმნაირ გრანდა და ესენიც პარალელურად მოდის ჯარი. ორივე მხარეს. სანაპიროზე ბიჭო გამოსულია გიორგი ასეულ ათასობით ინდოელი ხალხი. მიჯერებიან ამას. ხო და აღწერენ, ავტორები აღწერენ, რომ იყო ცეკვა თამაშდა სიმღერა ინდოელებში. მე მგონი კურციუს უწერია, რომ საერთოდ ინდოელები მხიარული ხალხი არიან. რამე გვიგვირს მაგენის ფილმებს რო უყურებთ. 2 სერიანი აუცილებლად და 1 სერიალი მუსიკა და ცეკვა. დიდად ეს ხასიათი არ შეცვლილა. არ შეცვლილა. მაგრამ იმ მომენტში რა უხაროდათ, რა ზეიმოდნენ? სანახაობა. უბრალოდ სანახაობა, ხო. თან ალექსანდრე და ესენც არმია რო ტოვებს შვიდობიანად. აი მრავალფეროვანი ესე ამ მოკირწყლული და მოსავადებული გემები და ესე მეფე მოდის. საოცარი სანახაობა. სხვადასხვა ფერის იალქნები და ზე დახატული გმირები და ღმერთები და რა იქნებოდა. 100,000 ინდოელი გამოყოლებას მოძრავი სახელმწიფო ქონდა რა. აი მოძრავი სახელმწიფო. ჩვენ ხო ვილაპარაკეთ მოძრავ დედაქალაქს. რა ის დედაქალაქად მოძრავი სახელმწიფო. ხო. და მოდიან ესენი ხო. ინდურ წყაროებში. აი ეხლა რასაც ყვები და ცხადია ეს უფრო ბერძნების გამო ინდურ წყაროებში აი არის შემონახულია ეს დაბეჭდილება. შარიან კაცი მოვიდა დასავლეთიდან. შარიან კაცი მოვიდა დასავლეთიდან. ინდოეთს მალე დაავიწყდება ალექსანდრე. აი სპარსეთს და იმას არა. შორია გიორგი. მარიგი არა მეზობელი რო გადავაგე მეორე ქუჩაზე ის აღარ გავსოს და თუმცა ნუ როგორ არის მე ახლა ბერძნულ ახლა ეს ბერძნულ ბაქტრიული იმპერია სამეფო კი შეიქმნა მაგრამ თვითონ ეს პენჯაბის მხარე ამას მერე გამოისყიდის ჩანდრაგუპტა მაური. როცა დიადოხების ომი დაიწყება და ჩვენ გადავალთ უკვე მალე დიადოხების ანუ ალექსანდრეს მემკვიდრეებზე იქ სელევკოს შეხვდება აზია წილად. აშკარად ახლა სელევკოს ჭკვიანი კაცი იყო ხო და
ახან ამ ინდოეთის გაკონტროლება უჭირდა გიორგი ამ პენჯაბის ინდოეთს ჩანდრაგუპტა მაურიას დაუთმობს რაშიც ის 500 სპილოს გადაიხდის ამაში. და მე ის 500 სპილო იფსოსის ბრძოლაში გადამწყვეტ როლს ითამაშებს ალექსანდრეს მემკვიდრეების ბედიღმალში. იქ ერთმანეთს დაერევიან სასტიკად. 500 სპილოდ გაყიდის ამას სელევკოსი პენჯაბურ მშვიდობას. იმიტომ მიუწვდომე ამის მართვა ახლა. ხო, ჩამოვიდნენ 3 დღე მოდიოდნენ ქვემოთ და იმ 3 დღეში იქ უკვე ეს ფლოტი რო ჩამოვიდა, იქ დახვდა ეს რა ქვია, ბანაკი როგორც კრატეროსის, ისე ჰეფესტიონის იქ ცოტა ხანი დაისვენეს. და ისევე დაიძრნენ ქვემოთ, 5 დღე მიცურავდნენ ქვემოთ ჰიდასპეზე, მე მოხდა იქ აკესინეს და ჰიდასპეს შესართავთან მოვიდათ ცუდი ამბავი. ეს ორი მდინარე, აი ეს არის აი აქ არიან უკვე. ეს ორი მდინარე როგორ ერთდება გიორგი, იცი, პერპენდიკულარულად. ანუ ჰიდასპე არის აკესინეს შესართავი და ახლა მდინარეები ხო ასე ერთდება, ეს ასე ერთმანეთს პერპენდიკულად შეერთების ეს წყალუხვი მდინარეები შეერთების ადგილზე იყო მორევი. და იქ ეს ფლოტი მოხდა ხიფათში. რამოდენიმე გემი ჩაეძირათ. მაგალითად 2 ტრიარა ერთმანეთს დაეჯახა. მანამდე იცოდნენ და ეკიპაჟები მომზადებული იყო, მაგრამ უშხვერპლად მაინც არ დანთო. ამიტომ 2 ტრიარა სამხედრო გემი ჩაეძირათ იქ. აქ დიდი ხიფათი საკმაოდ დიდი იყო იმ დონეზეც, რომ გარდა ამ 2 ტრიერის ჩაძირვისა და ეკიპაჟების დაღუპვისა, თვითონ ალექსანდრეს გემს დაემუქრა ჩაძირვა და ამბობენ, რომ გადასახტომათაც იყო უკვე მზად. მაგრამ იყო ჩაღეს და გადარჩნენ რა. ჩამოვიდნენ მერე იქ უკვე ბანაკები დახვდათ ორივე მხარეს. ჰეფესტიონის და კრატეროსის იქ ცოტა ხანი გაჩერდნენ და უკვე ჩვენც უნდა დავასრულოთ, ისინი აპირებენ ეგრეთ წოდებული თავისუფალი ინდოეთის მეორე ნაწილში შესვლას, კერძოდ ალექსანდრემ ძალიან კარგად იცის, რომ მდინარე ინდის სამხრეთში დაახლოებით აი ამ ტერიტორიას ცხოვრობს უმამაცესი ხალხი, მალები, ინდური ხალხი. ალექსანდრეს უნდა ახლა ინდის ქვემოწელის დამორჩილება და ელინიზმის მარცვლის ჩაგდება აქ, მაგრამ ეს მალები უნდა დაამარცხოს. ამიტომ ის გაჩერდა, დაასვენა ჯარი ორივე სანაპიროზე, 2 ბანაკად და ემზადება მალების წინააღმდეგ საუბრად, მით უმეტეს მას აქვს ინფორმაცია, რომ მალებიც ეს თავისუფალი ინდოელები ემზადებიან. საუბრად და მე რომ მკითხოთ, აი ყველაზე ისეთ ჰეროიკული ბრძოლა ალექსანდრეს წინააღმდეგ ამ მალებთან და თვითონ მეგობრებო ახლა გავჩერდეთ. დაგვრჩა უკვე ერთი მოგზაურობა მალებთან ბრძოლა ინდოეთში, მე ზღვაში გამოსვლა. და ბრუნდება სპარსეთში დაბრუნება მე უკვე ბაბილონში და მე ალბათ ერთ-ორ მოგზაურობაში უკვე მოვრჩებით თვითონ ალექსანდრეს ეპოქას, იმიტომ რომ ბაბილონში როცა დაბრუნდება დიდხანს აღარ უცოცხლია მას მე. ანუ დაისი დაიწყო. მე რომ მკითხოთ, მდინარე ჰიფასისია დაისი უკვე. უკან გამობრუნება ალექსანდრეს რაღაც ისეთი ამბავია და შემდეგი ჩვენი მოგზაურობა იქნება ომი მალებთან. მალები როგორც მეომარი ხალხი, ინდოელი ხალხი და დიდი მადლობა ძვირფასო მეგობრებო ყურადღებისთვის. მადლობა დიდი ძალიან გუბას. დღევანდელი საუბარი ალბათ დღევანდელი ლექცია ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ალექსანდრეს მთელს ისტორიაში, რამდენადაც მივადექით იმ როგორც გეოგრაფიულ, როგორც ჩანს, ასევე ადამიანურ ზღვარს. კი ღმერთებს ეთამაშებოდა და მართლაც გააფრთხილა გენოსმა.
ჭკუით წარმოუდგენელ შედეგებს მიაღწია, მაგრამ ყველაფერს აქ დავიზღვარი და საინტერესო იყო. მათ შორის ის ჰიპოთეზა, რომელიც შენ თეორია. ასე მგონია მე, რომ მასაც უნდა დაბრუნებო. არც არის გასაკვირი. მადლობა ისტორიკოს გუბა სანიკიძეს. კიდევ ერთხელ მადლობა თქვენ. ადვილი არ არის, თითქმის 2 საათიანი ლექციების სმენა, მაგრამ ამ საქმეს ძალიან გვიად ვილებს და საინტერესოს ემოციურად დატვირთულს ხდის სწორედ გუბაზე თავის თხრობის მანერით, ცოდნაზე რო აღარაფერი ვთქვათ. დაამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს და უბრალოდ შევახსენოთ, რომ ისინი უყურებენ დროების YouTube არხს და ამ YouTube არხის შემდგომი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გამოიწეროთ ეს არხი თუ კი ვინმე ჯერ კიდევ არ გაქვთ გამოწერილი. მოიწონეთ ეს კონკრეტული გადაცემა, გაუზიარეთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს იმისთვის, რომ უფრო მეტმა ადამიანმა შეიტყოს ამ საინტერესო ლექციების ციკლის შესახებ. ნახვამდის შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში. გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.